გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმდგენია თბილისის აკრები, პირველი თვითმყოფადი უბანი ქალაქში, ვაკე საბურთალოს შორის, ნაფეთრების გზაზე. უნივერსიტეტის ქუჩიდან 15 წუთის სავალ მანძილზე. უფრო მეტ შეიტყობთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში, სადაც დაგხვდებათ თბილისის აკრების ვებგვერდი. დღეს მე მოვიწვია ჩვენთვის ძალიან ძვირფასი სტუმარი, დაჩი ჭოლაძე, მეწარმე, ანუ ანტრეპრენერი. რომელიც გახლავთ Pulsar.ai-ის თანადამფუძნებელი. ეს არის პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც შეძლო და სილიკონველიზე მოიზიდა ინვესტიცია და შემდეგ განახორციელა წარმატებული ექსიტი. რა არის ექსიტი? რა არის Pulsar-ი და ასე შემდეგ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მაგრამ პირველ რიგში მინდა გაგიზიაროთ, რატო არის დაჩი ჩემთვის ძვირფასი სტუმარი. ჩვენ ვიზრდებოდით ერთ უბანში, ერთ ეზოში, მოკლედ ბავშვობა გვაქვს ერთად გატარებული და დაჩის ყოველთვის ეტყობოდა, რომ რაღაცა დიდს მიაღწევდა და თან აი ამ სფეროში. ამაზე მე მოგიყვებით, მაგრამ პირველად მინდა საუბარი დავიწყოთ ცირითი დაჩი. აი წარმოიდგინე, რომ დღევანდელი ადამიანი მოდის ჩვენთან ეზოში სტუმრად. არის 1995 წელი. შეეცადე რომ აღწერო, რა დახვდება ამ ადამიანს. გამარჯობა, ჩემთვის ძალიან ესეთი განსხვავებული არის. ხო, სხვანაირი გამოვა. სტუმრობა. ხო, მე საკმაოდ მერე დავაფიქსირე სხვათა შორის, რომ არც თუ ისე სტანდარტული ეზო გქონდა. ხო. იმიტომ რომ ეხლაც რო ვფიქრობ, ეგრე რო რაღაც ან ტყეში ცხოვრობდე აქტიურად ოღონდ ან ქალაქის ცენტრში ნაწილში იყო ისეთში, სადაც ძალიან დატვირთულია ქალაქი და ამ დროს რაღაც ერთი გზის აქეთ ხდებოდეს, რომ რაღაც ჯერ ერთი ტყე, თან ახლა ბავშვი რო ხარ უფრო დიდი ჩანს ეს ყველაფერი. ჩემთვის დაუსრულებელი ჩანდა, ჩემი სახლიდან თან პირდაპირ ჩანდა, ჩემი სახლიდან ბელისის მეტრომდე ეს მაშინ რუსთავი 2-ის შენობას ვეძახდით იმ თეთრ შენობას და მაშინ ჯერ არ იყო ალბათ რუსთავი 2-ის, მაგრამ მერე და მერე უკვე ეგრე დაერქვა. და მახსოვს ეს რაღაცა დაუსრულებელი, დიდი რაღაც ნაძვები, ფიჭვები რაღაცები და ამ ტყეში გაშენებული რაღაცა ეზო, რომელიც ეხა მაშინ რაღაცების შემორჩენილი უფრო იყო, ვიდრე ეხა მაშინ როგორც იყო ქვეყანა. ვერ იქნებოდა რაღაც ახალი განვითარების ნაწილი, მაგრამ იყო ძალიან უნიკალური მაგ გაგებით, რომ ანუ ქონდა რაღაც ძალიან დიდი სტადიონი ფეხბურთის, მართალია მაშინ რაღაც ძალიან დიდი ისინი ქონდა იამები, იმისი რა ქვია. ორმოებით სავსე იყო, მაგრამ სავსე იყო და იქეთკენ იყო კალათბურთის და მახსოვს რაღაც ერთ მხარეს იყო მარტო ფარი. ხო, ერთი ფარი. თუმცა აქეთკენ დასაჯდომები, ის ხო რაც ქონდა ეზოში და მე საერთოდ ან მერე და მერე დავუსვი კითხვა ამ ყველაფერს, რა ის რა იყო, მაგალითად ეხლა ეგ რა იყო, ხო, მაგის ქვეშ იყო, ჩვენ ეზოში ხო და მაგ უბანში ხო გოგირდის ცხელი წყალი ბუნებრივად მოდიოდა და მაგის ქვეშ იყო რაღაცა გამანაწილებელი ამ უბნის და იმის თავზე, ხო, მანდ იყო ეგ და მაგის თავზე იყო ეს აშენებული გადახურული ეს რაღაც შეკრების ადგილი, რომელიც ასევე უნიკალური იყო რაღაც ხრივ, იმიტომ რომ ხა ესე გადახურული წვიმ და თოვდა, შეგეძლო იქაც ყოფილიყავი ეზოში. თან დიდი იყო, ეს არ იყო რაღაც პატარა ხუთი. დიდი იყო, მაშინდელ მეხსიერებაში დიდი იყო, მერე ვწოდა დაბატონდა. არ გავიზარდეთ. მაგრამ ნუ მახსოვს რომ ხა იქ ჩასვლა არ შეიძლებოდა ხო ბავშვებისთვის და რაღაც ცოტა ის მისტიური ადგილიც იყო, რომ ვიღაცა ნამყოფი იყო და გვიყვებოდა რომ აი ქვევით როგორ არის და იქ ვიდექით ხო, მაგრამ ყვებოდა რომ იქ ნამყოფი ვარ, ვიცი რა არის ასე. მე ერთი რაც მახსოვს კიდე რაც მერე დავაფიქსირე რომ მაგ ტერიტორიასთან ახლოს ვისაც კი შეხება ქონია, ყველასთვის იყო განსაკუთრებული ადგილი და ეს იყო ну, რუსული სტყოურებია, მაგრამ ერქვა ცხელი ტრუბა. ვაიმე ცხელი ტრუბა. რომელიც მე აღმოაჩინე რომ ერთი პერიოდი ჩვენთან აი უკვე Pulsar-ში რომელიც ახსენე დასაწყისში რა დაახლოებით 2017 წელს მუშაობდა ერთი ბიჭი, რომელიც ასაკით ჩემზე დაახლოებით 10 წლით დიდი იყო და ის სწავლობდა კომაროვში. და ასევე დღესაც ახლა ჩვენ გუნდში არის რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ორი არის ისეთი, რომელიც კომაროვში სწავლობდა და იყო
და არის უფრო ჩემი ასაკის. იმისთვისაც და ამათვისაც ეს ცხელი ტრუბა იყო ისეთივე შეკრების ადგილი, როგორც ჩვენთვის. ანუ ალბათ ბევრმა არის ის სავარაუდოდ უმრავლესობამ და აუხსნით, რომ ეს იყო აი ამ გოგირდის ცხელი წყლის გაყვანილობა 1 მილი, რომელიც გარეთ იყო მოქცეული მიწიდან და ამიტომ რეალურად ზამთარში როცა გციოდა, იქ თუ იყავი და იმ ჩაყოლებაზე თუ ჩამოჯდებოდი, ტბებოდი რეალურად ეზოში, ანუ ბუნებრივი გათბობა გქონდა ეზოში და ეს ორი მონაკვეთი იყო, ერთი იყო მანდ, ერთი იქ მოედანთან უხვევდა კიდე ეს მილი და მართლა თავშეყრის ადგილი იყო და სხვათაშორის მე 1-2-3 წლის წინ ერთხელ მეგობრები მათ ამტოვეს სახლში რა და ზამთარი იყო. და მოდიო გავისეირნოთ, მაშინ უკვე კარგად იყო გაკეთებული ეს ჩვენი ეზო და ეს რა არის ამ ცხელ ტრუბასთან და მეთქი ეს ხალხო არის თბილისი იყო ურთიერთობა და გაგიჟდნენ, ანუ ისე მოეწონათ რომ წარმოიდგინეს რა ზამთარშიო ხო, ანუ სასწაული იყო, იმიტომ შუქი არ იყო, არაფერი არ იყო სახლში. და ნუ ეზოში თუ გინდოდა ყოფნა ციოდა და ან ცეცხლს ვანთებდით ხოლმე ერთი ეგ იყო და მეორე იყო ეგ. ამიტომ რაღაც ესეთი განმასხვავებელი ნიშნები ქონდა მოკლედ ჩვენ ეზოს რომ დაუბრუნდეთ შენ შეკითხვას და იყო შეკრების ადგილებად, ანუ უფრო ასაკობრივად იყო დაყოფილი, ვინცად იკრიბებოდა. იყო ერთი ადგილი ჩვენს სახლებთან ზუსტად წინ რომელსაც ერქვა ვეძახდით კაცების მაგიდას და უფროსი ასაკის ხალხი იკრიბებოდა იქ იყო რაღაც ნარდი, დომინო ეგეთი აქტივობები და მერე საღამოს კეიფები და სიმღერები. სიმღერა ქართული მრავალხმიანობა, იქ ყავდა კარგი მომღერლები, კობა, ხადაგიძე რომ აი ძალიან მაგარი პირველი იყო კობა როგორ მახსოვს და ნუ ისეთი ხმები იყო იქ ისე. ხო, ნუ კონცერტი იყო ხოლმე ფაქტიურად თან ჩემი სახლიდან ძალიან ესე საუკეთესო ბილეთი გქონდა ფაქტიურად ჩვენ. თან აკონტროლებდნენ ბავშვებს. ხო, ნუ თან ისიც იყო, რომ მან იყო რაღაც ცენტრი მაინც იმ კონკრეტული შემოგარენის. მანდვე იყო უკვე ბავშვები სადაც თამაშობდით ფეხბურთს, იმიტომ რომ იმის იქეთ უკვე გზა იყო და გზის იქეთ არ გვიშვებდნენ აქეთკენ ვის ცხოვრობთ, როცა პატარები ვიყავით და ამიტომ იქ რაღაც ხეები ითვლებოდა, რომ ფეხბურთის კარი იყო და ეგრევე თამაშობდით. და გზის გადაღმა უკვე ის ნამდვილი მოედანი, რომელიც დღესაც ძალიან ისეთი დატვირთული და ნუ საკმაოდ რაღაც კეთილმოწყობილი ის არის რა. და ის არ გახსოვს თუთის ხეებზე რომ დავრბოთ. კი, თუთის ხეები. რამდენი თუთის ხე იყო? ჩვენ ეგ ცალკე აქტივობა იყო, თუთის ჭამა ხიდან. ხო და მე მახსოვს, აი ძალიან კარგად მახსოვს ეგ ნაწილი, რომ ზაფხულში ფაქტიურად ძალიან ცოცხალი იყო რა გარეთ, ანუ გარეთ გინდოდა ყოფნა, იმდენად ცოცხალი იყო ეგ. ეხლა ეგრე რომ ანუ ეხლა ბევრი ადამიანი იკრიბება, მაგრამ მაშინ უფრო როგორ იყო, იცი, გართობა ეგ იყო და მაგის ალტერნატივა დიდად არ იყო, იმიტომ რომ მაქსიმუმ რაღაც სახლში არ ვიცი, ან რამეს თუ ითამაშებდი ისეც სახლის თამაშს, ბავშვი ან რამეს თუ უყურებდი და უყურებაც ეს როგორც რასაც გინდა რომ უყურებ ეგრე ხო არ იყო რა გადიოდა იმას უყურებდი და ამიტომ ეზოს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და თან აი ეგ იყო რა კაი რომ თქვათ კომაროვში ვინც სწავლობდა ის ბავშვებიც თქვათ მეტროსკენ და ტრანსპორტისკენ ჩვენი ეზოს გავლით მიდიოდნენ და ამიტომ რაღაც მრავალფეროვნებაც იყო რა ვიღაც ადამიანებიც ემატებოდნენ ამ შემადგენლობას ხან აკლდებოდნენ ემატებოდნენ და ასე შემდეგ და ამიტომ რაღაც ძალიან ისე მახსოვს რა აი ვიცოდი აი როგორ ხასიათზე იყავი მაგის მიხედვით ეზოს რა ადგილას მიხვიდოდი იმიტომ რომ სულ სადღაც რაღაცა ხდებოდა ანუ იქეთ გინდოდა უფრო სპორტულად იყავი განწყობილი ფეხბურთზე შეუერთდებოდი იქეთკენ და ჩვენ ეზოში რაღაც ფეხბურთი მე რაღაც ეგრე მახსოვს რა ანუ შეიძლება ჩემ აღქმაში იყო ეგრე მაგრამ აი ფეხბურთი იყო ძალიან ყველაზე ძვირფასი რამე ჩემთვის რაც ხდებოდა ჩვენ ეზოში ჩვენც თამაშობდით გოგოებიც თამაშობდით ფეხბურთს კი და ნუ თამაშებიც ბევრი იყო პრინციპში აი ორდროშობანა ბურთი ორდროშობანა და იმ დღეს ვიღაცამ თქვა სხვანაირი სახელით კითხე ბავშვობაში ასამაშობდით თქო და სხვანაირი სახელით მითხრა ის თამაში ვისი სული გსურს რო იყო რა ქვია აუ ვერ ვიხსენებ მაგრამ რაღაცა სხვა სახელი თქვა ანუ შინაარსიც სხვანაირი თქვა თითქოს სახელში მაგრამ მე წესები რო გავიხსენეთ იგივე იყო ზუსტად და
ხო, ნუ ეს თამაში იყო, მე კიდე ავუხსენი ერთი თამაში, შვიდქვაობანა, რომელიც ჩვენ ჩამოვიტანეთ, მე მგონი. მე და ჩემ მადამ, სადაც ვისვენებდით ხოლმე ზაფხულში, იქ იყო ეს პოპულარული ეს თამაში და რაღაც ერთ წელს ჩამოვედით, რაღაც წესები ავხსენით და აღმოჩნდა, რომ ვიღაცებს გაგონილი ქონდათ და მე ესეც დამკვიდრდა და რაღაც ეს თამაშიც იყო. ანუ მაშინ იყო თემა, რომ შენ თუ თამაშს რაღაცას ჩამოვიტანდი და მოიტანდი, ეგ მაგარი ტიპი იყავი მაშინ, ხო, შემატებდი. მოკლედ ძალიან ალბათ რომ მოვიდოდა დავიწყდებოდა რა ხდებოდა დანარჩენ თბილისში. ისეთი გარემო იყო. ნუ იყო ეხა რაღაც თავისი ნეგატიური მხარეც ჰქონდა, ის მინუსები ჩვენ ეზოშიც არსებობდა როგორც ყველგან, რომელსაც სამწუხაროდ რაღაც ბევრი მაშინდელი ახალგაზრდა თაობისთვის რაღაც არ ვიცი, შეიძლება გართობის უალტერნატივობაც კი იყო და ამიტომ რაღაც ისეთი ისინიც არსებობდა, რომელიც ხო ყველა უბანს ჰქონდა პრობლემად. თუმცა ჩვენ უბანს დიდად ეს არ ეტყობოდა, იმიტომ რომ აი ეს რაღაც პოზიტივი, ამდენი ხალხი, ეზოში ბევრი გასართობი და შემდეგ. და ხო, ყველა გარეთ იყო რა. რაღაც ეგეთი სტილის პერიოდი იყო. და შენ იყავი პირველი ჩვენს მეგობრებში, ვინც დისკით მომეცი ფილმი. მოკლედ დაჩიმ ჩაწერა დისკზე ფილმი. გვახსოვს გავიხსენეთ რა ფილმი იყო ეს Spot Run, რაღაც ძაღლზე იყო ეს ფილმი 2000 წლის თუ რაღაცა ეს ფილმია და ნუ ეს დისკის გადმოცემის კადრიც კი მახსოვს რომ აი ეს რაღაცა წავიღეთ სახლში ვნახეთ ამ ჩვენ Pentium 1-ზე თუ რაღაცა და აი შენ ყოველთვის იყავი ის ადამიანი რომელსაც აი ეს რაღაცა ტექნოლოგიები, ინტერნეტი, კომპიუტერი სულ გაინტერესებდა. ხო, აი ეხლა მაგალითად წეგანაც ვახსენეთ სახში რამის ყურება ალტერნატივა რო იყო არ მახსოვსდათ რომელი წლები იყო მაგრამ ცოტა მერე არ ვიცი თუ გახსოვს გადიოდა ეგეთი სერიალი მე მგონი ანუ იმ როლში ვინც იყო იმ პერსონაჟს ერქვა ნიკიტა მაგრამ მე მგონი ნიკიტა როგორ სერიალსაც ეგრე იყო ხო გიზდებოდი ნიკიტას ხო და თან ბევრმა იცის რა ანუ მაშინ მე მგონი ბევრი ესეთი სერიალი ან იყო რაღაც ისეთი სერიალები ხო რაღაც სანტა ბარბარა და რაღაც ისინი რომლის ხაზიც არ დამთავრებულად დღეს წარი მაგრამ იყო ერთი ეს რაღაც რა ჟანრი იყო პრინციპში დეტექტივი თუ რაღაცა ხო რაღაც დეტექტივის ის იყო რა რაღაც განშტოება რაღაც ორგანიზაცია იყო ესენი რაღაც სხვადასხვა საქმეებს აგვარებდნენ და იქ იყო ამ აი ყველა სერიაში რო ჩანან ერთ-ერთი ეგეთი იყო არა ეს მაიკლი და ეს მაიკლი შეგორ ჩანს მე თავარი იყო ანუ მაიკლის ისტორია კიდე სხვა არის მაგრამ მანდ იყო ერთი ბიჭი რომელიც იყო აი სულ რაღაცა ჰაკერულ რაღაცებში ერთვებოდა მაიკლი არ იყო ეგ არა მგონი არ ვიცი სახელი არ მოგწონს მაიკლი იყო შავგრე რაღაც ცოტა ყბაროქო არა არა ყავდა კიდე ერთი ბიჭი რომელიც აი ტიპიური ის ყავდათ გამოყვანილი რატომღაც რა ანუ აი რაღაც სათვალეებიანი მარტო პროგრამირება რო იცის თუ რაღაცა და ეგ აკეთებდა სულ რაღაც ეგეთი დავალება ქონდა რომ აი რაღაც სისტემაში უნდა შემძვრალიყო რაღაცა ისეთი უნდა ექნა რა და მაშინ არა მარტო ეგ არამედ ბევრ სხვა მაშინდელი დროის ფილმებში რაღაც კომპიუტერის მცოდნე ტიპის როლი ყველა ფილმში და იმაში გამოყვანილი იყო ეგრე რომ რაღაცა უნდა გაეტეხა რა აი უფრო ის ეხა მაგალითად ხო ის არის რომ აი თქვათ მე უფრო წამოვიდა ესეთი ფილმები რომ აი რაღაცას ქმნის ხო რაღაც აი social network-ი როგორიც არის მარკ ზუკერბერგის იმაზე როგორ შექმნა Facebook-ი და ბევრ სხვა ფილმში უკვე რაღაც სხვა დანიშნულება შეიძინა ამან და მაშინდელი ფილმების რაღაც თავარი შენატანი ამ ნაწილიდან იყო რომ რაღაცას გატეხავდნენ და ეს ტიპიც სულ რაღაცა ესეთებს აკეთებდა რა და ამიტომ ჩემთვისაც რაღაცა კომპიუტერის აღქმა იყო ის რომ კომპიუტერი რომ მექნებოდა მე ესეთი რაღაცები უნდა მესწავლა მერე რა რაც ცოტა ცუდია არა იმიტომ რომ რაღაც თვითონ ჰაკერი არც არის გამხდარ რომ მე ჰაკერი მაგრამ ცუდი არის იმ ხრივ რომ ჩემამდე გვიან მოვიდა ის რომ მე შეიძლება რაღაცა შემექმნა ამით კი არ გამეტეხა და რაღაცა შემძვრალი ყავდა რაღაც აკრძალული ინფორმაცია მენახა ან ასე შემდეგ არამედ ის რომ რაღაცა შემექმნა ანუ მე რომ მაგალითად ეხა მენახა იგივე პერიოდში ისეთი ფილმი როგორც არის social network-ი
უფრო მაგეთ წამიღებდა ხო, ალბათ ჩემი мотиваცია, რომ აი მოდი მეც რამეს შევქმნი და უფრო ადრე დავიწყებდი თქვათ ამ ტექნოლოგიების გაცნობას. გვიან არ დამიწყია, მართლა ანუ პატარა ვიყავი განსაკუთრებით იმ პერიოდთან მიმართებაში, მაგრამ ის გავლენა რაც აი გარედან მოწოდებული მას ქონდა ხო, ამ რასაც ვეცნობოდი. უფრო მაკეტკენ მიბიძგებდა რა და ამიტომ მახსოვს რომ აი მეც რაღაც თავიდან კომპიუტერი, უბრალოდ კომპიუტერი ყველაზე მეტად მომინდა, როცა ვნახე ინტერნეტის გამოყენება კომპიუტერით. შემდეგ დაშულთან ვიყავით სახლში, ერთმა რომელსაც ჰქონდათ კომპიუტერი, ახალი იყო მათთვისაც და იყენებდნენ უფრო აი რაღაც უინტერნეტოდ, რა ხა ეს ვამბობ 98 წელს და იყო მაშინ მე ვარ 8 წლის და იყო ეს რაღაც პრინტერი ქონდათ რაღაც და ნუ უფრო აი მაშინდელი გამოყენება ესეთი რაღაცა იყო, რაღაც ამობეჭდავდი და ასე შემდეგ და ან ვიღაცა ფლოპიზე გამოგატანდა რამე ინფორმაციას და შენთან ნახავდი ამ პირიქით ჩაწერდი და ერთი ბიჭი იყო მოსული, რომელიც ჩემი დეიდაშვილის კლასელი იყო და ისე ჩამრჩა იმის სახელი და გვარი, რომ ერთი 5 წლის წინ მივხვდი უცებ რომ ის იყო, ანუ მე ცხოვრებაში სხვა მხრიდან გადავიკვეთე ამ ადამიანთა და ნელ-ნელა ამოტივტივდა რატო მეცნობოდა ეს სახელი და გვარი და მივხვდი რომ ეგ ის იყო, რომელიც მოვიდა და რაღაც ის ქონდა, არ ვიცი რაღაც ინტერნეტის მაშინ ბარათს ყიდულობდი რაღაც მონობარათივით და იმისავით, მაშინ ინტერნეტის ბარათით იყო რა რაღაც ბალანსი ქონდა და დაილაპი კიდე სხვა იყო? დაილაპი იყო, ანუ რეკაუდი ტელეფონის ხაზით, ოღონდ შენი რაღაც username და paroli გქონდა, რითიც შედიოდი მერე და უშუალოდ შენ ანგარიშზე რამდენიც იყო, იმდენს ხარჯავდი ინტერნეტში რა. და იმას გქონდა რაღაც თავის ეს ანგარიში და გინდა თუ რაღაც ინტერნეტში შევიდეთო და შევგროვდით ვინც იყავით სტუმრები ყველა და მახსოვს მაშინ ჩემ დეიდაშულს რადგან ბალეტით იყო გატაცებული და ბალერინა იყო უკვე ბალეტის სკოლაში დადიოდა. მახსოვს მაშინ რომ უთხრა რომ იმან კითხა რომ მაგალითად ვინ გაინტერესებდა, მომთხარ რომ მაგალითად ნინო ანანიაშვილზე რა შეიძლება ნახო და მახსოვს რომ ამ ბიჭმა არ ვიცი მაშინ რა Google-ი არ იყო წესით ჯერ მე მგონი, მაგრამ რაღაც საძიებო სისტემაში რო ჩაწერა გამოჩნდა სურათი. აუ ეს იყო. თან ეს ნელ-ნელა რო იტვირთება და აი მე როგორ მახსოვს ეს კადრი იცი რომ აი ანუ ეხა ეს რაღაც მოგვინდა რომ გვენახა და უბრალოდ ესე ჩავწერეთ სადღაც და ამ ინფორმაციამდე ესე მარტივად მივედით და სახლში რომ მოვედი, მახსოვს რომ აი გავაღვიძე მამა ჩემი რომ მეთქი ანუ დაბადების დღე იყო და რომ დაუბრუნდით უკვე გვიან იყო, მაგრამ აი ვერ მოვითმინე და გავაღვიძე და ვთხარ რა მეთქი კომპიუტერს ხო მოკიდით ხო იმდა რომ ძალიან შოკი იყო რა რაღაც ახალი სივრცე გაიხსნა თითქოს ამით და ნუ მართლა არ ვიცი რამდენიმე დღეში უკვე გქონდა კომპიუტერი რომელიც ნუ მე ეს ინტერნეტის ჩართვა და რაღაცები ძალიან ის იყო რა მოკლედ ესე მარტივად ვერ იყო რა აი ის რო იყო ხაზი ინტერნეტის ჩვენ რო კიდე მე იყო კიდე კაი იყო იმიტომ რომ მაშინ ჯერ იყენებდი ტელეფონის ხაზს და ამ ბარათს ყიდულობდი რომელზეც წინასწარი ხდიდი რა ვთქვათ რაღაც არ ვიცი ვთქვათ 20 ლარი ან 5 ლარი ან რაღაცა იყო რომელსაც ჩატვირთავდი უბრალოდ ჩაწერდი და ამ კოდს შეიყვანდი და მე გქონდა ეს ანგარიში და რამდენსაც ნახავდი გეხარჯებოდა. და შენ რო გქონდა ეს ინტერნეტი გახსოვს რას ეძებდი ხოლმე? აი ჩემთვის თავიდანვე დავიწყე იმის გაცნობა როგორ შეიძლება რომ გავტეხო რაღაცეები. ეს იყო ანუ აი ამას ვამბობ რა რომ აი თავარი რაღაც რატომღაც მაკეტკენ მქონდა ის რა რომ ანუ იმან ხო რაღაც ნახა და ეხა ეს რაღაცების ნახვა კი საინტერესო იყო. მაგრამ მეორე ის ხო ნუ ამან ეხა თან ისიც გამიჩინა რომ მაგალითად ის მუსიკა მინდა და მოდი ეხა მოვძებნი და იყო რაღაც პროგრამები რაღაც საიტები საიდანაც იწერდი ქართული მუსიკის საიტი იყო ეგეთი ლიზა ჯი მართლა არ ვიცი ოღონდ ცოტა მერე იყო ლიზა ჯი და იქ იდო რაღაც მუსიკები აი ქართული რაღაცეები რაც იყო რა აი თქოთ რაღაც ჰიტები რო გამოჩნდება მაგალითად ვაგონი მიქრის და რაღაც ეგეთი მუსიკები რაც იყო მე იქიდან შეგეძლო გადმოგეწერა და შენც გქონოდა. ანუ ესე რაღაც შევიდე და ხა რაღაც მუსიკა ჩავრთო არ იყო, ხო უნდა შენ უნდა გქონოდა რა, უნდა გადმოგეწერა საიდანღაც. ამიტომ ერთი იყო ეგ მიმართულება, რომ და მე მახსოვს როგორ რაღაც
იდეა ფიქსად მქონდა, რომ ერთხელაც კლიპსაც გადმოვწერდი, იმიტომ რომ ეხა ეს 5 ლარიანი ბარათი და რაღაც არ გეყოფოდა კლიპის განმოსაწერად, რა ის რაღაც ბევრი მეგაბაიტები ჭირდებოდა. გადმოწერე კლიპი. კი, ერთხელ ბოლომდე ვერა. თან როგორ იყო, იცი რომ იწერდი კლიპს რაღაც ბევრი სხვადასხვა მომხმარებლისგან იწერდი რა რაღაც პრინციპში იგივე კონცეფციით დღეს ბევრი რაღაცა ხდება, ბევრი პროგრამა ფუნქციონირებს, განსაკუთრებით ეს დეცენტრალიზებული სისტემები, მაგრამ მაშინაც იყო უკვე რაღაცა, რომ აი ბევრ ადამიანს თუ ქონდა ეს ფაილი, ბევრისგან ერთდროულად იწერდი ვისთანაც როგორი კავშირი დგებოდა იმ მომენტში ინტერნეტით და ამიტომ შეიძლება რაღაცამდე გადმოგეწერა და მეტი აღარ ქონოდა და ახსოვს რაღაც კლიპების რაღაც პირველი 15 წამი რაღაცები მქონდა ხოლმე და ძალიან ძვირფასი იყო. Backstreet Boys და რაღაც. ანუ ყველაფრის ხო რაღაც Pink-ის კლიპი მქონდა ერთი მახსოვს რაღაც და და მაშინ კიდე რაღაც პანკ-როკით ვიყავით გატაცებული, უფრო ჩემი ერთი ახლო მეგობრის გავლენა იყო ჩემზე, იმას მოწონდა და მეც თuliდი რომ მომწონდა და ამ პანკ-როკის რაღაცებიც მქონდა, break-dance-ი მომწონდა კიდე და break-dance-ის რაღაცები მქონდა. ამიტომ ხო, ჩემთვის იყო უფრო ისეთ მასალებთან და ის რაღაცებთან წვდომის საშუალება, რომელიც სხვანაირად ხელმისაწვდომი არ იყო და ეს მომწონდა განსაკუთრებით და გატეხვა სისტემის და შესვლა და ბოლო-ბოლო ისწავლე რამე გაგიტეხავს ბავშვობაში? არა, ერთი რაღაც პროგრამა იყო ეგეთი, რომ მე მგონი Windows XP იყო უკვე და Windows XP-ს ქონდა რაღაც ერთი ფოლდერი, რომელშიც რაღაცებს თუ ჩაყრიდი Excel-ით დაკავშირებულ ტიპს შეეძლო ამ ფაილზე წვდომა ქონოდა რა. და რაღაცა ერთი ეგეთი პროგრამა იყო, რომელთაც მაგ ფოლდერებთან კავშირი შეგეძლო. რაღაც არალეგალური კი არ იყო, ლეგალური მოხმარების პროგრამა იყო, უბრალოდ ვიღაცებს თუ არც ჰქონდათ მიქცეული ყურადღება, რომ იქ ინახავდნენ რაღაცებს და არც იცოდნენ ის ფოლდერი რა იყო, შეიძლება გაგეხსნა და მახსოვს ვიღაცის არ მახსოვს რითი ხდებოდი, რითი გადიოდი კონკრეტული ადამიანის იმას, მაგრამ მახსოვს რომ ვიღაცა კონკრეტული ადამიანის მიც ვიცოდი ვინ იყო, იმის ამ ფოლდერამდე მივედი და გავხსენი და რაღაცები ქონდა, არაფერი ისეთი რა, ანუ არ ვიცი რაღაც ალბათ 1-3 Word-ის რაღაც დოკუმენტი, რაღაც 2 რამე სურათი შეიძლება უბრალოდ მთის ან რაღაცის და მახსოვს რომ როგორი შოკი მქონდა, რომ აი რაღაცამდე მივედი ეს მომენტი იყო. მაგრამ მე გააგრძელე დიდი მე იცი რა იყო, მე უკვე ის მომენტი დადგა, რომ ინტერნეტიც უფრო ასწრაფდა და უფრო რაღაც მოცულობითი რაღაცები გაჩნდა, ფილმები მაგალითად და ონლაინ თამაშები შეგეძლო უკვე ჩვენთან არსებული ინტერნეტით, რაღაცა Counter Strike და რაღაცები და მანამდე გადმოწერილი თამაშები იყო. მანამდე შენთან იყო თამაში და უბრალოდ კომპიუტერზე თამაშებოდი ხო და მე უკვე გაჩნდა ის შესაძლებლობა რომ გეთამაშა სხვასთან. მაგრამ ნუ ჩემი სახლის ინტერნეტით ეს მაინც რაღაც იყო, უფრო ეს ინტერნეტ კაფეებში იყო, მაგრამ ამან უკვე რაღაც ბევრი ადამიანი იყო უკვე რა, ანუ ის რომ თქვათ მე მქონდა კომპიუტერი და შეიძლება რაღაც რამდენიმე ადამიანს ეზოში ეს პერიოდი რაღაც დიდი ხანი არ იყო, იყო ალბათ რაღაც 2-3 წელი. მერე უფრო და უფრო ბევრი ადამიანისთვის ძალიან სწრაფად რაღაც ყველა სახლში გაჩნდა და მაშინ მახსოვს ერთხელ ეზოში რო ვიყავით, ვიღაცამ თქვა რომ აი Counter-ის თამაშზე ლაპარაკობდნენ რა და მე ხა ისე ინტერნეტ კაფეში არ დავდიოდი ხოლმე, რადგან სახლში მქონდა კომპიუტერი რა და ამათ ესეთი რაღაცა თქვეს რომ აუ, ამასო სახში ეხო კომპიუტერი და ალბათ რამაგრად თამაშობს Counter Strike-სო და მეც ეხა ჩავთვალე რომ ალბათ კარგად თამაშობ თქო რა, ეხა ცოტას თამაშობდი, მითამაშია, მაგრამ ჩემთვის რაღაც ეს კომპიუტერი თამაშების კომპიუტერი არ იყო რა დიდად რა. და უბრალოდ რაღაც თამაშები რადგან სხვებისგან გაგონილი მქონდა, მეც მქონდა, ხანდახან თამაშობდი ხოლმე. და მახსოვს რომ იმათ ესე თქვეს. და მეც ჩავთვალე რომ ხო ალბათ კარგად ვიცით ხო რა და აუ წამოდი აბა ინტერნეტ კაფეშია ვითამაშო და წავედით მე ძალიან თავდაჯერებული ვიყავი რომ მოუგებდი და დამადუღეს საერთოდ არ მისვერ მოვასწარი სროლა ვერც ერთხელ ისე მკლავდნენ ის ბავშვები ვინც აი მიდიოდნენ ინტერნეტ კაფეში რეგულარულად და ამ თამაშებს თამაშობდნენ ნუ მე
მან არც მანამდე ვიყავი დიდად ვიდეო თამაშების ფანი მაშინ და მეც ხელი მქონდა ჩაქნეული რა. ისეა ეს ჩვენი ეზოს ამბავი რომ ამოვწუროთ. რამენაირად თუ მოხდა შენი ბავშვობაში, აი რაც მქონდა გატარებული ეზოში, უბანში იმ ბავშვებთან ურთიერთობა, იმ თუნდაც უფროს თაობასთან, აი რამენაირად ხო არ მოახდინა შენი ფსოხდველობის რაღაც ჩამოყალიბება, აი რა გავლენა ქონდა ბავშვობაში, აი იმ ეზოში გატარებულ წლებს შენზე. იცი რა ადამიანების ნაწილში, აი ადამიანებთან ურთიერთობაში კი, ანუ რო ვთქვა, რომ რაღაც ჩემ მიზნებთან და რაღაცაებთან გავლენა, რაღაც კავშირი და გავლენა ქონდა, უფრო ვიტყოდი ალბათ ნაკლებად. მაგრამ რაღაც როგორიც ვარ, ამაზე კი და მნიშვნელოვნადაც ალბათ. მე მეგობრები, ანუ რაღაც ყოველდღიურად ვისთანაც მეგობრობდი, რაღაც ვიღაცის რაღაც მომწონდა იმაში ვბაძავდი, ვიღაცის რაღაც მომწონდა იმაში ვბაძავდი და ეს იყო რა ქვია, რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ ყველა. კიდე მახსოვს აი უფროს თაობასთან როგორ იყო, იცი რომ რაღაც ესე რომ ვესალმებოდი ხოლმე ყველას, მე მახსოვს ერთხელ სადღაც დედაჩემს უთხრა ჩვენმა ერთმა მეზობელმა, რომ აი რაღაცა რა კარგი შვილები გყავთო თუ რაღაც ეს წეუბნებოდა, სალამს ვერ დაასწრებ. რაღაც ისეთი ფრაზა გავიგონე და მე საერთოდ სპორტად მეკცა, რომ ვერავის ვერ უნდა მოესწრო ჩემთვის სალამი და თან შორსაც რომ დავინახავდი, თქვა სხვა მიმართულებით მივიდოდი და მივესალმებოდი, რომ ეს და რაღაც ეს ამან მე ძალიან სითბო გააჩინა ჩემთვისაც და მათთვისაც რა, ანუ მათთვისაც რაღაც ის იყო, რომ აი დამიძახებდნენ მე რაღაც ხან ნამცხვარს გვაჭმევდნენ, სახში აგვიყვანდნენ, ხან რაღაცას გვაჩუქებდნენ და რაღაც ძალიან თბილი ურთიერთობა იყო და ამიტომ ეს თბილი ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც არ იყვნენ მაინც და მაინც რაღაც ოჯახის წევრები, ნათესავები ან ისეთი ადამიანები, ვისთანაც ისედაც იკვეთები, აი ეს რაღაც უფრო შეძენილი ადამიანები იმის ხარჯზე, რომ შენ თვითონ როგორი დამოკიდებულება აქვს მათი მიმართ და ამ შემდეგ ამ რაღაცებმა რა თქმა უნდა ჩემი ალბათ ხასიათი და ესეთი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა მნიშვნელოვნად კი, იმიტომ რომ ნუ ყველა მახსოვს მომენტები მახსოვს ყველასთან მიმართებაში, ამას წინათ მე და გვანცამ ჩემ ადამ გავიხსენეთ ჩვენს კორპუსში ყველა ასე დაუყევით სადღაც ვიყავით, არ ვიყავით საქართველოში და ერთ საღამოს ვისხედით და უბრალოდ გაგვახსენდა რამდენიმე და მე დავიარეთ და ანუ რომელ სახში ვინ ცხოვრობდა გავიხსენით ზათიდაოდ. და აი რა სადღაც რომ გამოგჩი მოიცოდა იქ მეშვიდეზე, იქეთ არა, აქეთ ვინ იყო და მე დედაჩემს დამურეკეთ რომ აი ეს ვინ იყო და მოკლედ ძალიან მაგარი ისტორია გუნდა მოუყვე. ან დაჩი იზრდებოდა, ნუ ძალიან ისე ჩემთვის ძალიან საყვარელ ოჯახში და ყველას მოვიკითხავ, ქეთინოსაც, დათოსაც, გვანცასაც და ყველა იყო განსხვავებული. ნუ ქეთინო იყო ისეთი დიასახლისი ძალიან შვიდი, ძალიან წყნარი ეს რო ლაპარაკობთ, ერთხელ მახსოვს შენც მოგიყავი. ერთხელ მეუბნება ქეთინო რომ აი ჩემი ქმარიო რომ შემოდის ოზოშიო, მანქანის ბორბლების ხმაზე ხვდებიო რომ ის არისო. შემოხვეული არ აქვს, რომ უკვე ხვდებიო რომ მოვიდაო დათო და მაშინ ეს რატო ჩამრჩა? ეხა ხო არის, მაგასაც ხო რაღაც დატვირთვა, აი რატო ახსოვს ბავშვს რაღაც ეპიზოდები თავის ცხოვრებაში? აი რაღაც ჩემთვის ეს იყო ცოლ-ქმრის ურთიერთობის რაღაც მაგალითი, რომ აი როგორ იცნობს თავის ქმარს. და გვანცა იყო, აი ძალიან ესეთი აქტიური, ესეთი ერთი ეპიზოდი უნდა გავიხსენო. მაშინ ჩვენ ბავშვობაში ქურდობები ნუ ძალიან ესეთი გავრცელებული იყო და ერთხელ ეზოში მოვიდა შუშის კი არა და სარკეების ქურდი, ანუ გაქურდა მამაშენის სარკეები მოხსნა მანქანას და გაიქცა და გვანცა გაეკიდა და იმდახას დიარონტი დაყარა ეს სარკე. თან პატარა იყო ხო? პატარა იყო ხო? 13-14 წლის. ხო, გვანცაც ეს რაღაც ბალეტზე დადიოდა და ეს ფეხები წვრილი და სწრაფად დაარბოდა და ეთყობა რაღაც ძალიან. ხო და ეს ყველაფერი რაღაცნაირად ახასიათებს რა თქვენს ოჯახსაც და რაღაც ხასიათს თითოეული ადამიანის. ხო, ქურდობებიც არ გვიხსენებია. არ გვიხსენებია. მაშინ იპარავდნენ მანქანის დისკებს. ხო, სარკეებს. და სარკეებს. და იმეებსაც რაღაცა ეს. არ მახსოვს რას ეძახდნენ, რაღაც ვერცხლისფერი კანტები და რაღაცები რაც ქონდა მანქანას. მოკლედ გარედან რაც ეკეთა,
რის მოხსნაც შეიძლებოდა, ღამე აღარ ხდებოდა, მახსოვს რომ ესეთი მეთოდი ქონდათ, რომ ეზოში განათებები რაც ეყინა, იმას აკრობდნენ და მერე ხსნიდნენ. და მერე ყველამ რაღაც თავის ფანჯრიდან დააყენა ესეთი მიმართული განათებები და ყველა სახლიდან რაღაცა ანათებდა მანქანებს, რომ აი ვერ ჩაეკროთ. და ან რეებს ვაკეთებდით ხო, რომ ეს რაღაცა თავი დაიცვათ. მაშინ თუ ყავდა ვინმე ისეთი მისაბაძი ადამიანი, ეგრეთ წოდებული როულ მოდელი, აი როგორიც გინდოდა რომ გამხდარიყო. ალბათ ეხა საერთოდ ძალიან მინდოდა ფეხბურთელობა. ანუ რაღაც ძალიან ის იყო რა ჩემთვის, აი ერთი სული მქონდა ხოლმე როდის გათენდებოდა რომ გავსულიყავი და რომ გავიდოდი სხვა ბავშვების თუ გამოვიდოდნენ და იმდენი ვიკრიბებით რომ ფეხბურთი გვეთამაშა, ეს იყო ჩემთვის ბედნიერესი დღე რა. შესაბამისად რაღაც აუც ფეხბურთელობაც მინდოდა რა, ოღონდ ეს ძალიან ისე არ იყო. თითქოს ანუ მაინც პროფესიულად არ მიუყვებოდი, მაგრამ მაინც ფეხბურთელობა მინდოდა, მიმაჩნდა რომ შემეძლო ესეც სამგზითაც. ფეხბურთელი ისეთი ვინც კი და ამიტომ ესე ვერ ვიტყვი რომ რაღაც ერთი კონკრეტული, მაგრამ ფეხბურთი იყო ჩემთვის თავარი და ყველა ისეთი ფეხბურთელი მაშინ ვინც არ ვიცი დაწყებული რონალდოთი, აი ძველი რონალდოთი და რაღაც რობერტო კარლოსით და რაულით და ვიღაცები კიდე მორიენტესი და ვიღაცები რეალ მადრიდის რეალში მაშინდელი ფეხბურთელები ვინც იყვნენ ყველა ძალიან ის იყო ჩემთვის რა, ძვირფასი მათი, არ ვიცი, კარტზე ვნახავდი თუ სურათზე თუ კადრს ვნახავდი რამეს ასე შემდეგ, ძალიან ის იყო, მაგრამ რაც შეეხება უფრო რეალურად რაღაცა როგორც უყურებდი ცხოვრებას ასე შემდეგ, მამაჩემი იყო იმის, ეხლა ვხვდები რომ მამაჩემი იყო იმის მაგალითი, რომ ანუ სულ შრომობდა რა, ანუ დილიდან საღამომდე შრომობდა და მეც რაღაც ადრეული ასაკიდანვე რაღაცეები მინდოდა ხოლმე, რაღაც სადღაც ან მუშაობა მინდოდა, ან რაღაცის მოფიქრება და გაკეთება მინდოდა და ასე შემდეგ და ამას ხვდები რომ მისი გავლენა იყო, იმიტომ რომ მაშინ რაღაც ესეთ ტელევიზორში და ასე შემდეგ ნაკლებად უფრო მქონდა შეხება ესეთი სტილის რამესთან და ამიტომ როგორც ხვდები ეს რაღაც შრომისადმი დამოკიდებულება და საქმისადმი დამოკიდებულება და სიყვარული თვითონ მუშაობის, ანუ მუშაობა რომელიც არ არის შენთვის მუშაობა. ანუ მუშაობა რომელიც შენთვის არის აი ის სასიამოვნო პროცესი რა, თუნდაც პრობლემის მოგვარება და რაღაცა აზარტში რო შედიხარ და ამითი რო აკეთებ. ამიტომ ეს იყო ჩემთვის როგორც ხვდები საკმაოდ ისეთი მთავარი გავლენის მქონე. ხა ჩემ უფროს ჩვენ ოჯახში უფროს თაობაშიც ესე იყო რა, ანუ რაღაც საქმის ყველას რაღაც თავის საქმე რაც ჰქონდა, ძალიან პასუხისმგებლობით მოკიდებული იყო, ძალიან ისე აკეთებდა ბაბუები, ბებიები, ანუ აი არის რაზეც ვიცოდი რომ ის გააკეთებდა, ყოველთვის ის აკეთებდა და ყოველთვის აკეთებდა რაღაცა ძალიან დიდი იმითი, სიყვარულით და არ ვიცი, ენერგიით და ასე შემდეგ. და ეს იყო პრინციპში მაგალითი როგორც ჩანს და თან მამაჩემიც თავისი პატარა კომპანია იყო ნუ მაშინ, სამშენებლო კომპანია და თავისი იყო და აქედან გამომდინარე რაღაც სამსახური უფრო ესე კი არ მქონდა აღქმული, არამედ აღქმული მქონდა რაღაცა შენით უნდა მოიფიქრო და გააკეთო. და არა ის რომ სამსახური იპოვო რა, ანუ ეს განსხვავებაც ჩემთვის როგორ შანს მაქედან მოდის, რომ რა საინტერესო. მეც რაღაც მერე და მერე დავფიქრდი, მივხვდი რომ თავიდანვე რატომ ეგონა რომ მაინც ამას რამე უნდა მოიფიქრო. ხო შეიძლება რაღაც იფიქრო რომ აი მერე იქ მინდა მიმუშაო, ხა რამდენი კაი კომპანია იყო, რამდენი კარგი რაღაცა იყო, რაც მომწონდა, ხო? ანუ თუნდაც არ ვიცი, დაწყებული რაღაც სპორტული რაღაცეებით, რომელიც მომწონდა, ხო შეიძლება მეფიქრა რომ აი აქ რო მუშაობდე, მე რო ვქმნიდი ამას რაღაც, მაგრამ რაღაც ეგ დამოკიდებულება არ მქონდა. მქონდა უფრო ის რომ რაღაცა მე უნდა მოვიფიქრო, რაღაც უნდა გამოვიგონო და ამიტომ სულ თავიდანვე ეს სწრაფება იყო, რომ ხო რა, აი რაღაც იდეა უნდა გამიჩნდეს, ამ იდეის გარშემო მე რაღაც უნდა დავიწყო კეთება
და ამიტომ რაღაც სამსახურის მოძებნაზე მეტად ყოველთვის უფრო აქცენტი ამაზე მქონდა. ეს ხო არ იყო მთავარი მიზეზი, რატომაც შენ ხარ იქ, სადაც ხარ, იმიტომ რომ შენ არ ყოფილხარ რაღაც განსაკარც კომაროვში გისწავლია რაღაც განსაკუთრებული უნარჩვევები არ ქონია მათემატიკაში მაგალითად. ასევე საინტერესო ისიც რომ მაშინ ხო პირველად როცა კომპიუტერი და ინტერნეტი გაჩნდა, ყველა ბავშვი ვიყავით მაგით დაინტერესებული, აბსოლუტურად ყველა. ძალიან დიდი კონკურენცია გაუჩნდა ეზოს. ამის შემდეგ როცა გამოჩნდა ეს ყველაფერი. და შენ შემთხვევაში ნახე რამდენი ფაქტორია. ის გაინტერესებდა რაც ყველას გვაინტერესებდა, არ იყავი ძლიერი რაღაც მათემატიკურ რაღაც ეგეთ ნიჭებში, მაგრამ შენ ხარ პირველი, ვინც აი ხელოვნური ინტელექტის, აი ამ სფეროში საქართველოდან შექმენი ისეთი კომპანია თუ პროდუქტია, რომელიც სილიკონველიზე ეს ხო პირველი შემთხვევა იყო. რამ განაპირობა შენი აზრით? იმიტომ რომ ხალხი არის აი მაგალითად ძალიან ნიჭიერები და აი ძალიან მათემატიკაში გადავარდნილები და ნუ გასაგებია რაღაც კოდირება თუ რაღაცას წერენ და რაღაცა წარმატებას აღწევენ. შენ როგორ მოახერხე ეს? ხო, ანუ ბევრი ადამიანი ქმნის ეხლა განსაკუთრებით, მაგრამ მაშინაც როცა ჩვენ დავიწყეთ, მაშინაც უკვე ბევრი ადამიანი ქმნიდა ისეთ რაღაცას, რაც შეიძლება ბევრად უფრო მეტი სირთულის გადალახვას და უფრო კომპლექსური რაღაცის შექმნასაც გულისხმობდა. ამიტომ მე უფრო ვიტყოდი, რომ ჩვენ პირველი ვიყავით ის, ვინც ესეთი რაღაცის კარგად კომერციალიზაცია შევძელით ამის ბიზნესად ქცევა, რაღაც საზღვრების გარეთ გატანა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენზე მაგრები მანამდეც იყვნენ, დღესაც არიან და ბევრი კაი კომპანია არის დღეს ქართული, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე დიდ წარმატებას მიაღწევს. თუმცა იმ მომენტში ჩვენ რამაც გაგვაკეთებინა ეს იყო, რომ ეს რა მანამდეც, ახლა როგორც თქვი, სულ რაღაც წამოწყებები მქონდა მე. და ნუ რა ვიცი, ხან კაფე გავხსენი, ხან რა გავაკეთე, მოკლედ ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებდი. ანუ არა ამ სფეროში. ხო, ანუ რაღაცა პერიოდში მე უკვე დავიწყე ტექნოლოგიების მიმართულებითაც და იქაც მქონდა მცდელობები მანამდე, რომელიც არ იყო წარმატებული. მაგრამ იმის პარალელურადაც და მანამდეც სხვა მცდელობები იყო. ერთხელ რაღაც კომპიუტერების მაღაზია გავაკეთეთ მე და ჩემო მეგობარმა, მე რაღაც საკონსულტაციო კომპანია გავაკეთეთ სამშენებლო სფეროში, მე მქონდა ის რაღაც კაფე რაც თქვი, და შემდეგ მქონდა ორი სტარტაპი ტექნოლოგიური მიმართულებით. ერთი იყო რაღაც სტუდენტური გზამკვლევი პლატფორმა იყო, რაღაც საზღვარგარეთ სწავლის მსურველი აბიტურიენტებისთვის. მერე იყო ერთი რაღაც ლოიალურობის პროგრამა, რომელიც აერთიანებდა ქველმოქმედებას, რაღაც ფასდაკლებებს და შემდეგ და ესენი უკვე რაღაც ტექნოლოგიაზე დაფუძნებული იყო. ნუ ერთი იყო საიტი და ონლაინ პლატფორმა, მეორე უკვე რაღაც ტექნოლოგიაზე დაფუძნებული იყო და მერე იყო უკვე პულსარი და რამ განაპირობა იყო ის, რომ აი ამ მუდმივი ძიების პროცესში რაღაცა უნარებს ეუფლები. უბრალოდ შეიძლება გააქვს და არც იცი, ხო? მაგალითად გააქვს რაღაც ადამიანის დარწმუნების შესაძლებლობა, ხო? თუ არ ცდი, ეხა ეს როგორ უნდა იფიქრო, შეგიძლია, როდესაც ცდი შედეგს ნახავ, მე მიხვდები. ამიტომ მაგალითად ეს ყველა წინა ჩემი მცდელობა რაც იყო, ყველადან რაღაცა მოდის. აი რომ ამბობ ხოლმე რაღაც შეცდომებზე სწავლობ და ამ შემდეგ მართლა ეგრეა, ოღონდ იქვე ვერ ხვდები რა ისწავლე რა. მე რაღაც ეგრე მგონია ხარ რომ რაღაც დღეს რო შეცდომას დავუშვებ და მითხარ რა ვისწავლე, გეტყვი რომ ეს არ უნდა გავაკეთო ალბათ და ეგ არის. მაგრამ რაღაც 5 წლის მერე რომ მკითხო, ამ რაღაცეებიდან რაღაც იმას რომ დასკვნას რო გამოვიტან და რაღაც რო უკვე წარმატებ რაღაცას რო კარგად გამოვიყენებ. მერე შემიძლია დავაკავშირო ამასთან, რომ აი ეს ცოდნა აქედან მოდის. ან თუნდაც ის რაღაცა ბარიერი, რომელიც იქ დამხვდა, იმან მიბიძგა, რომ რაღაცა სხვა მესწავლა და აი ესეთი სტილის არის უფრო ეს შეცდომებზე სწავლა ჩემი აზრით და არა, ანუ ძალიან პირდაპირი გაგება არის, რომ რაღაც შეცდომაზე ისწავლო, ნუ ხო, რაღაც სადღაც ფეხი რო გადადგი და გეტკინა, იქ რო აღარ უნდა გადადგა. მაგრამ ამისგან რაღაცა უფრო ზოგადი რა შეიძლება ისწავლო, ეს არის, რასაც ცოტა მეტი დრო ჭირდება და მეტი მცდელობა, რომ მე უკან გამიხედო და დაინახო იქედან რა ისწავლე და
მე ვიტყოდი რომ აი ეს ამ ცდელობებში აკუმულირდა ის რაღაცა უნარები, რაღაცა შეიძლება ამბიციაც, გამბედაობა, ასევე შიში მათ შორის ის რომ შიში რომელიც ძალიან დიდი ძალა შეიძლება გამოდგეს შენთვის, იმიტომ რომ როცა გეშინია რომ კიდევ ერთხელ არ იყო წარუმატებელი, იმიტომ რომ უკვე ამდენი გაქვთ, ანუ რაღაც გონია რომ ეს რაღაც ბოლოც და არის თუ რაღაც. მაშინ უკვე საერთოდ აღარაფერს აღარ იშურებ იმისთვის, რომ ბოლომდე ამას ძალიან დიდი ის გააკეთო რა, დიდი ენერგია ჩადო და რაღაც ბევრ რამეზე უარი თქვა და ასე შემდეგ. ამიტომ ფიქრობ, რომ ამ ყველაფრის შედეგი. თან ხო მარტო მე ხო არ ვიყავი არა, ანუ თანაბრად ბევრი ადამიანი ვქმნიდით ამ ყველაფერს და იმ ადამიანებსაც მსგავსი ისტორიები აქვთ, რომლებმაც ერთად გავაკეთეთ ეს. ამიტომ მათი მსწელობებიც, მათი რაღაც 1-2 წარუმატებლობა მანამდე და ის უნარები, რომელიც შეიძინეს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი რაღაცა კარგ სინერგიაში მოექცა, როცა ჩვენ ერთად შევიკრიბეთ და ის მომენტი, როცა გადავწყვიტეთ, რომ ხო ჩვენ ცირე ხარ რაღაც მეტის მიღწევა გვინდა. ეგ არ ვიცი, ხო რაღაც ეგ რატომღაც უცებ ესე დადგა, რომ ანუ მორჩა, აქ აღარ გვინდა. საქართველოში აღარ გინდა. ხო, ანუ იცი რა არის, საქართველოში აღარ გვინდა ესე არც დამოკიდებულება გქონია და არც შედეგობრივად ესე არ მომხდარა დღესაც ჩვენი კომპანია, რომელიც გავყიდეთ, იმის ერთ-ერთი მთავარი ოფისი თბილისში არის და მუშაობს დაახლოებით 100 ადამიანი. ამიტომ საქართველოს არ წავსულვართ, უბრალოდ თქვით, რომ ჩვენ მხოლოდ საქართველოსთვის ბიზნესის კეთება აღარ გვინდა რა, მოდი რაღაც გავიდეთ გარეთ და რაღაც უფრო დიდ ბაზარზე შევქმნათ რაღაც უფრო ისეთი მასშტაბური, რომელიც შეიძლება ისევ საქართველოსთან შევქმნათ. ამიტომაც ითვლება, რომ რაღაც პულსარი არის პირველი ქართული სტარტაპი, იმიტომ რომ საქართველოსთან შეიქმნა რეალურად რა, თორე წავედით Silicon Valley-ზე, იქ ავწიეთ ინვესტიცია, შევქმნით პროდუქტი ამერიკის ბაზრისთვის და ეხა ჩვენამდეც იყვნენ ვთქვათ ქართველები, რომლებიც ამერიკაში რაღაც წარმატებას აღწევდნენ. ხო, უბრალოდ რაღაც მათი შეიძლება კავშირი რო აღარ იყოს საქართველოსთან და აქედან რო არ იქმნებოდა, ამიტომ შეიძლება ითვლება, რომ პულსარი არის პირველი ეს ქართული. და ნუ მეორეს მხრივ ხო, ნუ ხელოვნური ინტელექტის ნაწილი რა, ეხა ტექნოლოგიაც არის და ტექნოლოგიას ჩვენ ხელოვნურ ინტელექტზე რო დავიწყეთ მუშაობა, ხა დღეს ხო რაღაც ყველაფრის ნაწილი არის და ყველას ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, მაგრამ მაშინ თითქოს ცოტა ის იყო რა, რომ აურა ხელოვნური ინტელექტი. ეს 5 წლის წინ ხო? არა, ეს იყო, ნუ რო დავიწყეთ, ეს იყო 2016-ის ბოლო. და კი რაღაც თქვა უფრო აკადემიურ სივრცეებში, აი მეცნიერებში, იმ ადამიანებში, რომლებიც რაღაც პროგრამებს ქმნიან, ასე შემდეგ, იქ კი ქონდა რაღაც ფეხი მოკიდებული და რაღაცეებში ითვლებოდა, რომ პერსპექტივა ქონდა, მაგრამ ბიზნესად ქცევა ამის ცოტა შემთხვევა იყო ჯერ. მით უმეტეს რაღაცა მასშტაბურის. ეხლა ჩვენ რო ვთქვით, რომ ჩვენც ეს გვინდა და თან საქართველოსთან და თან ტიპებმა, რომლებიც მანამდე ბევრად უფრო ტრადიციული რაღაცეებით წარმატება ვერ ვნახეთ. ხო, ცოტა ისე ჟღერდა რა და ამან დაბადა ალბათ ის შიშიც, რომ ანუ კიდე უფრო რაღაცებს ვაკეთებთ და კიდე რო არ გამოვიდეს, მე საერთოდ რაღა უნდა ვქნათ, რა, იმიტომ რომ ყველაფერი უცადეთ, თითქოს ეგრე გამიდის. თან შენ ამბობდი, რომ რაღაც გაუკვალავში შეხვედით და აი ისეთ ადგილას, სადაც წესით საქართველოში რო ხარ კარგად და კარგად მიდის შენი კომპანია, წესით აღარ უნდა გარისკო, მაგრამ თქვენ ხო, ეს რისკი იყო ალბათ, რაც ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც, ნუ, თავის ბევრი პრობლემის მომტანიც გახდა იმ მომენტში, თუმცა ამ პრობლემების გადალახვა მოიტანა წარმატებაც. ანუ ის რისკი რა, რაც შენ ამბობ, რომ რაღაც კომპანია, რომელიც საქართველოში ვითარდება, წინ მიდის და რაღაც ხრივ უნდა დათმო ეს ასპარეზი და თქვა, რომ მე აქ მოდი ამ ენერგიას ეხა მე სხვა რაღაცაში ჩავდე. და ამას შეველევი, რას აქვს? ხო, შეველევი რა, ანუ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ აქ ხურავდით კომპანიას, უბრალოდ თელი ჩვენი ენერგია რო იყო მიმართული ამის ზრდისკენ, უცებ თქვით, რომ მორჩა, ეხა ჩვენ სხვაგან უნდა დავიწყოთ ეს ყველაფერი ნულიდან. და კი, რა თქმა უნდა, იყო რისკი და მეორე მხრივ ამ ყველაფრის სხვაგან დაწყება ჩვენთვის გაუკვალოს, იმიტომ ნიშნავდა, რომ
ხა რეალურად თბილისში მაშინ კიდე ვიღაცას რაღაცას ვკითხავდით, ვიცნობდით, რაღაც რჩევას მივიღებდით. იქ ეს იყო ჩვენთვის სრულიად უცხო გარემო. და არ ვიცი დაწყებული რაღაცა ინვესტორს რაზე უნდა ელაპარაკო, როგორ უნდა ელაპარაკო, რითი უნდა ელაპარაკო, გუნდი როგორ უნდა, საერთოდ კომპანია როგორ უნდა შექმნა. აი გზა და გზა ვსწავლობდით ამ ყველაფერს ადამიანებით. ხო, ანუ არის თქვით რომ მოდი წავიდეთ, ამ წასვლას მოყვა იქ ადამიანების გაცნობა, იმ ადამიანებში მე და აი როგორ სწავლობდით ახლა რაღაც YouTube-ზე რომ დასერჩავ და ნახავ რომ აი რა უთხრა პირველად. ეხლაც ვიტყოდი რომ ძალიან ბევრი რამე რაც უშუალოდ შენს კონკრეტულ შემთხვევას ქმნის, მაინც უფრო ესეთ გარემოში ისწავლებ, ანუ კი YouTube-ზე ნახავ ახლა ბევრ რაღაცას, რომელიც მაშინ ჩვენთვისაც ესე იყო გზა და გზა სასწავლებლო, მაგალითად არ ვიცი. ხო, როგორ უნდა ელაპარაკო ინვესტორს, რაღაც რამხელა ინვესტიცია უნდა თხოვო, რაღაც ერთს უნდა თხოვო მილიონი თუ 50-20,000 და რაღაც ესეთი მიდგომები, ასე შემდეგ, რომელსაც უფრო ესე რაღაც იმან ეს გააკეთა, ამან ეს გააკეთა და ამის დასკვნის შედეგად სწავლობ. ოღონდ ამ ადამიანს უნდა შეხვდე ელაპარაკო, რომ მოგიყვეს თვითონ რა შვება, როგორ შვება, რაღაც გირჩიოს თვითონ რო უქნია ესეთი რაღაც. მე ეხა ჩვენ უკვე რაღაც მომენტში უკვე ჩვენ გავხდით ის, ვისაც შეიძლება კითხოს, ხო, გარშემო ადამიანმა. მე იმანაც რო გააკეთა და უკვე ბევრი ქართული სარდაპირო გაჩნდა მსგავსი გამოცდილების მქონე, დღეს ეხა უკვე საქართველოდანაც ბევრი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი, თქვათ, კიდაც ჩვენი გავლით, კიდაც ბევრი სხვა ქართული კარგი სტარტაპის გავლით. მსგავს ინფორმაციაზე წვდომა, რჩევის მიღება და ასე შემდეგ. რაღაც გამოცდილების გაზიარების კუთხით რა და მაშინ უფრო აი კითხვაც რო არიცი რა უნდა დასვა და ვის უნდა დაუსვა, რაღაც ამ რეჟიმში ვიყავით, მაგრამ გზა და გზა სწავლობ რა, ანუ ამიტომაც არის ამ სფეროში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება დაწყება. ანუ იმიტომ რომ ხშირად ამთავრებს საერთოდ სხვა იდეით, სხვა ინდუსტრიაში, სხვა სფეროში რაღაც სხვა საკეთებ, თუმცა ამის განმაპირობებელი არის ის, რომ საერთოდ სხვა იდეით რაღაცა მომენტში დაიწყე. იმიტომ რომ დაიწყე, იმიტომ რომ როცა იწყებ, ამ გზაში იკვეთება ის რაღაცა განსხვავებული რაღაცეები, რომელიც შენ შეიძლება აკეთო, რომ ვიღაცა კონკურენცია ჯობო, რაღაც ახალი შექმნა, ვიღაცის პრობლემა მოაგვარო. ამიტომ აი ეს მომენტი რომ ხო ჩვენ რაღაც დავთმეთ და წავედით, იყო ალბათ მთავარი ბიძგი, რომელიც მე მახსოვს ფიქრში, რომ ანუ აი ვერ ვაპატიებდი ჩემ თავს მაგის წარუმატებლობას, რაღაც ესეთი სტრესის ქვეშ მყავდა ჩემი თავი, რომელიც ეხა ერთის მხრივ შეხედო რატო არის კაი, ხო? ანუ შეიძლება ჩაოლებოთ იყო და შეირგო ის დღეც. მაგრამ მე რაღაცა ღამეც რო გამეღვიძებოდა, ამაზე ვფიქრობდი რა, რომ აი საბა ის ვქენი, ანუ კიდე რაღაც ხო უნდა მექნა და აი რაღაც საკმაოდ იმაში ვიყავ. მეც და მთელი ჩვენი გუნდიც. ხო, ანუ დიდი სტრესი. რაღაც ყველა რაღაც ამ შემართებით ვიყავით და რაღაცის დავიჯერეთ და თანამ დაჯერებას რომ მოყვება რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯებზე წარმატებებით, თუმცა რაღაც ინვესტიციის აწევა, რომელიც მე აი რაღაც პირველი ქართული სტარტაპი რომელიც ესქნა, რაღაც ეს რაღაც გაძლევს იმის თავდაჯერებულობას, რომ ანუ ხო შეიძლება თურმე პირველმა რაღაც ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც მაინც და მაინც შენ გარშემო არ გადაუდგამთ, მაგრამ გამოგივიდეს. ხო, როგორც წესი ეშინია. ეს თავდაჯერება მოგწ. აი ეშინიათ, რომ აი ხა ყველას ეში მეც დღესაც ვფიქრობ, რომ ბევრ ამაში პირველი ნაბიჯის გადადგმა მეშინია. იგივე საქმეში მაგალითად, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ბუნებრივი მდგომარეობა რა, ანუ გამოეყო რაღაც სტატუს quo-ს, რაღაცა ყველაფერი რაღაც სხვანაირად დაინახო, ყველაფერს კითხვა დაუსვა. არ არის მაინც და მაინც ადამიანის იმაში და რა გავახინებს შიში როგორც წესი გაშაშებს და ანუ ვეღარ მოძრავდა შენ რა გავახინებ არ ვიცი ალბათ არის რაღაც ტიპის რაღაც მომენტები როცა ეს შიში პირიქით რაღაცა ზურგის ქარივით მუშაობს შენთვის რა რომ აი ხო თუნდაც ხა რაღაცა რომ მოგდევს ალბათ მაშინ გაიქცევი ყველაზე სწრაფად ვიდრე რაღაც ავტობუსზე რომ გაგვიანდება ან რაღაცას რომ მისდევ ხო ანუ გააჩნია რისი გეშინია რა და რისკენ გიბიძგებს ეს შიში. ამიტომ თუ ამ შიშს შენ დაარქმევ რაღაც სახელს და მიხვდები რატო არის და რისი გეშინია და ამ შემდეგ მე რაღაც მეორე მხარეს რა გჭირდება იმისთვის რომ ამას გავუმკლავდე, ამასაც ალბათ დაინახავ და ხვდები. შეგაკეთებინები რისი გეშინა და
ნუ ყოველთვის რაღაც ახალია და ამ ყოველთვის ამ ახალს რა მომენტშიც იცნობ, მე მიხვდები რით შეგიძლია რომ გაუმკლავდე. და როცა იცნობ რომ შენ წარუმატებლობა არ შეგიძლია, აქეთ მხარეს შეიძლება ზუსტად არ გქონდეს რეცეპტი, მაგრამ იცი ის რომ რაც შეიძლება ყველაფერი უნდა წადო. და ჩვენ ამ რეჟიმში ვიყავით. და შენ ახსენებდი რომ თქვენ, როდესაც ანუ უკვე როცა ამ Silicon Valley-ზე ცდილობთ რომ მოიპოვოთ ინვესტიცია და ასე შემდეგ, შენმა კონკურენტებმა გაგიწიეს სამსახური, ასე რომ ვთქვათ, შენი კონკურენტები დაგეხმარნენ, რომ შენ ყოფილიყავი გამორჩეული. და შენი კლიენტები ამბობდნენ, რომ კონკურენტებთან შედარებით გაცილებით წინ იყავი. და რაში იყავი წინ, თუ შეგიძლია რომ გითხრა? ანუ აი ისევ იმას რომ დაუბრუნდეთ, მაშინ ხელოვნური ინტელექტი იყო უფრო აი შენი კონკურენტი, რომელზეც შენ საუბრობ, იყო ამ თავის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც არ ქონდა რაღაც ხელოვნური ინტელექტის რაღაც შესაძლებლობები და არაფერს ისეც არ აკეთებდა. თვითონ მთელი დანარჩენი ბაზრისგან გამოარჩევდა იმით, რომ აფორმებდა ამ ხელოვნური ინტელექტის მესიჯებით. ანუ აფორმებდა იმით, რომ ეს ხელოვნური ინტელექტია, ეს ესეთი თელ ბაზარს რეალურად აუხსნა, რომ ის პრობლემა, რომელიც თქვენ გააქვთ, აი მომხმარებელთან კომუნიკაციაში რაღაც დიდ მასშტაბზე რო ვერ ახერხებთ. ამის მომგვარებელი არის ხელოვნური ინტელექტი. ანუ ეს რეალურად ამაში ძალიან ბევრი ფული დახარჯა, ბევრი მარკეტინგი აწარმოა და ეს დააჯერა მთელ ბაზარს. ათეულობით 1000 კომპანიას. ოღონდ თვითონ რაც შესთავაზა რეალურად ეს გადაწყვეტილება არ იყო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რა, იყო რაღაც ძალიან მარტივი, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არაფერსაც არ საჭიროებდა. უბრალოდ იმ მომენტში არავინ არ იყო, ანუ ყველა დანარჩენიც რაღაც მხრივ იგივეს აკეთებდა, უბრალოდ ამან ამ ყველაფერს დაარქვა ხელოვნური ინტელექტი. და რაღაც მხრივ ამიტომ ბაზარს დააჯერა, რომ ამის მოგვარების გზა არის ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ თვითონ ვერ უგვარებს. თვითონ უგვარებდა, ოღონდ რაღაცა სხვა გზით. სხვა გზით და არა ხელოვნური. ჩვენ ვინაიდან აქ საქართველოში რაღაც დავიწყეთ ნულიდან, რაღაც ქართული ენისთვის მართლა შევქმნით რაღაც ხელოვნური ინტელექტის თვის გამოსადეგი, რაღაც სხვა გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. და ეს მოდელების დასწავლა და ასე შემდეგ ვისწავლეთ. მიკრო ჩავედით ეს სიტუაცია რომ დავინახეთ, მივხვდით რომ ჩვენ რაც ვიცით, იმით მართლა შეგვიძლია შევქმნათ ის, რასაც ეს ამ ხალხს პრინციპში ატყუებს რა. დავდექით და ჩვენ მართლა შევქმნით ეს პროდუქტი. ესეთი გადაწყვეტილება. მოთხოვნა, შენ იმან შექმნა რეალურად მოთხოვნა, დააჯერა ყველას რომ ეს ესეა. და ნუ როგორც ესე ყველა ეს ეშვება თავის მარკეტინგში. ახლა დღეს ბევრი სტარტაპის რაღაც რო წაიკითხო მაგალითად, აი რაღაც მოკლედ აღწერა, რას შვებიან. ძალიან აღფრთოვანდები და მე რეალურად რო ვცდი მათ იმას, არის იმის რაღაცა მეასედი რა. და ნუ ეხა ის უფრო ხედვა არის რომ იქ უნდათ რომ მივიდნენ და საბოლოო წერტილი ეგაქვთ, მაგრამ დღეს შენ როგორც მომხმარებელი იმას იჯერებ და იმიტომ მიდიხარ, რომ აი ეს მე ამ პრობლემას მომიგوارებს აქედან აქამდე. და ამ დროს იგი იგوارებს ძალიან პატარა მონაკვეთს ამის. და იგივე მომენტი იყო იქაც, ამიტომ ჩვენ ავდექით და ეს პროდუქტი მართლა შევქმნით, რამაც მე ესეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ ავდექით და ვინც იყო იმისი მომხმარებელი, რომელმაც მისი პროდუქტი ცადა და მიხვდა, რომ ეს არ იყო ხელოვნური ინტელექტი და არ მოეწონა, იმათზე გავყიდეთ. ჩვენ ანუ ვიცოდით, რომ ისინი უკვე მზად არიან ძალიან ჩვენს საყიდლად და იმათ დავუმიზნეთ რა. და ეს იყო ამას ვეძახით ჩვენ რომ ანუ თავიდან ხო ისე აღიქვამ რა, იმიტომ რომ იმ ბაზარზე რომ შევდიოდით, ის იყო ძალიან დიდი კომპანია, უკვე რაღაც 1000-ობით მომხმარებელი ყავდა, 1000-ობით კომპანია იყო მისი მომხმარებელი, 90 მილიონით რაღაცა ქონდა ინვესტიცია აღებული და ჩვენ რაღაც ავწიეთ 1.2 მილიონი, საერთოდ მომხმარებელი არ ყავს და ამას უნდა შევებრძოლოთ და ეხა ალბათ ბევრ შემთხვევაში კუც დავიხურავდით, წავიდოდით, რომ ანუ ამას როგორ უნდა ეჭიდაო. მაგრამ აღმოჩნდა რომ პირიქით. იმან რაც დახარჯა, თურმე შენთვის დახარჯა რა. თუ კი ამ კუთხიდან იპოვი ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას. ამიტომ აი ხო რაღაც თავიდან ხო ესე ჟღერს ხოლმე თქვა რაღაც იდეა რომ მოგივა, აუ რა მაგარი იდეა და მე შეამოწმებ და უკვე არის. და რაღაც ხელს ჩაიქნევ და ამ დროს ის ფაქტი თუნდაც რო არის, შეიძლება იყოს შენთვის ხელშემწყობი. იმიტომ რომ შენ არ იწყებ ნულიდან.
ხანდახან ისიც არის რაღაც იდეა რომ მოგივა, პირიქით ამის ვალიდაცია არის, რომ ეს რაღაცა უკვე არის, იმიტომ რომ ანუ სხვებმაც დაინახეს ეს პრობლემა და ხშირად ბაზარი იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე შენ წარმატებას სჭირდება. ანუ შენ ამ ბაზრის ძალიან პატარა ნაწილის დაკავებითაც ძალიან წარმატებული კომპანია შეიძლება შექმნა. და რატომღაც რომ დაინახავ რომ ამ ბაზარზე უკვე ვიღაცა არის, თითქოს უკვე ხელს ჩაიქნევ და ამბობ რომ ეს რაღაც დაკავებულია ეს ტერიტორია უკვე. მაგრამ ამ დროს ეს არ არის რა, ხშირად პირიქით ხდება რომ ბევრი კი არა ყველა ალბათ ყველა რო თქვა ესე ძალიან ისეთი ის იქნება აბსოლუტური იმის თქმა, მაგრამ უმეტესი დიდი წარმატებული კომპანია ისეთია, რომელიც თვითონ არ არის იმ იდეის ავტორი, ანუ რაღაც წინამორბედი კომპანია ყავს, რომელმაც ან რაღაც ცოტა უფრო ადრე გააკეთა, ან ისე ვერ გააკეთა და ამან რაღაც უკეთესად დაინახა და შექმნა. დაწყებული, არ ვიცი, Facebook-ით და Google-ით დამთავრებული ნებისმიერი რაღაც თუნდაც Apple-ით, რომელიც არ ვიცი თქვა დღეს iPhone-ი რა დონის წარმატებაა, ხო და რამდენი ბრენდი გვახსოვს მანამდე, რომელიც ამ წარმატებისთვის იბრძოდა, რაღაც ხრივ შეიძლება, არ ვიცი, Nokia და ვიღაცები იყვნენ ახლოს, მაგრამ უკვე რამდენი წელია, ალბათ უკვე თითქმის მალე 2 წლეული იქნება, რაც ამ მიმართულებაში რაღაც უკონკურენტო გახდა, ხო? ესე იგი, იმის ნაცვლად რომ შეგვეშინდეს, ანუ ნებისმიერ იდეაზე აქვს საუბარი, იმის ნაცვლად რომ შეგვეშინდეს, რომ ვიღაცამ ეს უკვე გააკეთა და სცადა, ჯობია რომ აქედან შეიძლება ძალიან დიდი ის მივიღოთ. წარმოიდგინე. ნახტომი. ხო, ამიტომ არასდროს არ უნდა შეაფასო რაღაც ანუ ეს გადატვირთული ნიშაა, ასე ვთქვათ, და გადატვირთული ბაზარია. რეალურად ხო, ხა სადღაც ხა მანდაც არის იმართლე, რომ არ ვიცი თუ ისეთი რაღაც მოიფიქრე, რომ მეორე მხარეს მილიონობით ადამიანია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, მაშინ შენთვის მერე უკვე ის დანახარჯი, რომ ამ ადამიანებს ეს პროდუქტი მიყიდო, ძალიან მინიმალური ხდება, ხო? იმიტომ რომ ძალიან მარტივია, იმიტომ რომ იმათ ძალიან ჭირდებათ ეს და შენს იქეთ გზა არ აქვს. მაგრამ ეს ყოველთვის ესეთი კლასიკური შემთხვევა არ არის, მით უმეტეს, როცა რაღაც ტექნოლოგიას ქმნი და რაღაცა სპეციფიურ პრობლემას უმიზნებ. ანუ არ არის ყოველთვის ისე, რომ მაინც და მაინც ესეთ ბაზარზე უნდა შეხვიდე, რომელშიც საერთოდ არავის ფეხი არ დაუდგამს, არავის გავსი რამე არ გაუკეთებია. ხშირად აი ეს ზუსტად არის პირიქით. ვიღაცისთვის ხდება პრობლემა, რომ ანუ ვერ მოერია ბაზრის, არ ვიცი, ბაზრისთვის ამის დაჯერებას. ან მაგალითად ყველა ის წინამორბედი კომპანია, რომელიც გავსი რაღაცა შექმნა, რაღაცის გამო ვერ მოახერხა იგივეს გაკეთება, რაც ზუსტად ერთ-ერთში მერე ვიღაცამ გააკეთა, თუნდაც ავიცი Airbnb-ს ძალიან მსგავსი მაგალითი მანამდე არსებობდა, საკმაოდ პოპულარულიც იყო, მაგრამ რაღაც ვერ დაინახეს იმათმა სწორად, რაც ამ კომპანიამ დაინახა, რომელმაც რაღაც შეცვალა სამყაროში, როგორ მოგზაურობთ მაგალითად დღეს ადამიანები. ამიტომ შეგიძლია რაღაც რჩევასავით, თუ არსებობს ესეთი და თუ შესაძლებელია ამის ფორმულირება, როგორ უნდა შეეცადო, რომ რაღაცვანაირად დაინახო? აი როგორ უნდა მოახერხო, რომ რაღაცა ახალი დაინახო. იცი რა, სხვანაირად გაჩნია გადმოსახედი რა გაქვს. ანუ მაგალითად დღეს თუ შენი გადმოსახედი არის ის, რომ მოდი მე როგორ უნდა მოვახერხო, რომ საქართველოსდან შევქმნა კომპანია, რომელიც წარმატებული იქნება, ვთქვათ, ამერიკის ბაზარზე, ხო? ეს ხო უკვე რაღაც სხვანაირად ნიშნავს, ვიდრე მე შევქმნა კომპანია, რომელსაც ეყოლება მომხმარებელი თბილისში. ხო. თუ ამაზე საუბრობ, მე ვთქვათ, კითხვა გიჩნდება, რომ კაი, როგორ უნდა დავინახო მე რა ჭირდებათ იქ სხვა ადამიანებს, რომელთანაც მე არ მაქვს ყოველდღიური შეხება, ხო? ანუ შეიძლება მეგობრები მყავს, ის ყავს, მაგრამ მაინც და მაინც იმათ არ ექნებათ ის პრობლემა, რომელიც შეიძლება მთელ ამერიკას ჭირდებოდეს დღეს. ამიტომ ამის საუკეთესო გზა ისევ გადის ვინმე არსებულ კომპანიაზე, ხო? იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, კაი უნივერსიტეტი დაამთავრეს, კარგი ეს აქვთ კონტაქტები აქვთ, ბევრ ადამიანს იცნობენ და ასე შემდეგ, მათ რაღაც დაინახეს. გაიგეს, რომ მაგალითად არ ვიცი, თქო, დედამისი მუშაობს რაღაცა კლინიკაში და იმ კლინიკაში ამ რაღაცას 9 საათს ანდომებენ, რომელიც შეიძლება 5 წუთში მოაგვარო. და მე რო ნახავ, აღმოჩნდება, რომ ყველა კლინიკაში ეგ პრობლემა დგას, ხო? ანუ შენ თუ ამ გაწყვეტილებას მოიფიქრებ, შენთვის რაღაც ძალიან დიდი შესაძლებლობა ჩნდება, რომ წარმატებული კომპანია შექმნა.
მაგრამ ამის დანახვა ხა შენთვის რომელიც არ იცნობ არავის მიცი კლინიკაში მუშაობს ყოველდღიურად ეგეთი პრობლემა უდგას რთულია მაგრამ იმ ადამიანს არ არის იმიტომ რომ იგივე არის მე რომ რაღაცა თბილისში დავინახო მსგავსი პრობლემა ამიტომ თუ ადგები და ნახავ ის ახალი კომპანიები რომლებიც რაღაც 1 წლის წინ დაიწყო 2 წლის წინ დაიწყო რა პრობლემების მოგვარებას ცდილობენ რეალურად ამით შეძლებ შენ გახვიდე იმ პრობლემაზე რომელსაც შენ აქედან ვერ დაინახავდი და მათ დაინახეს და შენს გააკეთო იგივე. ოღონდ ეს იგივე ცოტა ისე ჟღერს რა, ანუ თითქოს ისე გამოდის, რომ იგივე რატო უნდა გააკეთო, ან ის ხო უკვე აკეთებს და თითქოს ის უკვე გამარჯვებულია და შენ რატო უნდა შეხვიდე იგივე სივრცეში. მაგრამ ზეგანაც ვსაუბრობდით რა პირიქით. შეიძლება ანუ ბევრი ბიზნესში ძალიან ბევრი კატეგორია, უმრავლესობა ან 99% თუ მეტი არა არის ისეთი, რომელშიც მარტო ერთი მოთამაშე არ არის, ვისაც ბაზარზე რაღაცა თავარი ის უჭირავს, ხო? ანუ უამრავი ისევ iPhone-ს რომ მივადგეთ, მაინც არის სხვა smartphone-ები, ხო? რავი, რამდენია. ჩინური წარმოების რამდენი არის, მე არის თქვათ Samsung-ი, ანუ მაინც ბევრი მოთამაშე არის, ხო, ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რაღაც ფენომენალური წარმატების მქონე ერთი კომპანია ამ სივრცეში. ამიტომ ის რომ შენ აი ეს რაღაც მოსახვევი იმითი მოჭრა რომ აი ის რაც საკეთებს მოდი მეც იმას გავაკეთებ იმიტომ რომ კეთების პროცესში მე შეიძლება შე რაღაც უკეთესი მოსახვევი დაინახო და საბოლოო ჯამში განსხვავებულები იყო თუ არა და ბაზარზე იყო 2 3 5 და 15 მოთამაშე და შეიძლება 50-იც იმიტომ რომ ძალიან დიდია ბაზარი ამას ძალიან აშკარად ხედავ როცა იქაურ რეალობას აღიქვამ რა ახლოდან. მაგრამ მაშინ როცა ამას ვერ აღიქვამ ახლოდან, იმიტომ რომ აქ ცხოვრობ და ყოველდღიურობაში არ ჩდება ისეთი პრობლემები, რომლებიც ყოველდღიურობაში სხვებსაც უხებთ. რთული აქ არის ესეთი იდეა, რომელიც იქ მსგავს პრობლემებს მიაკითხავს რა. ამიტომ მე ჩემი მთავარი რჩევა, რაშიც ვფიქრობ, რომ იმ მთავარი დეფიციტი რაც გვაქვს, რაც ყველასთვის დეფიციტია, ვინც ვცდილობთ შორიდან ამ რაღაცის კეთებას. არის ის, რომ ან იქ უნდა იყო, სადაც გინდა რომ ეს რაღაც შექმნა, რომ ამ რეალობას პირველი ხელიდან ეზიარო შენ, ან კიდე უნდა აიღო რაღაც რაც არსებობს, შენც იგივეს კეთება დაიწყო, იმიტომ რომ იმ ადამიანებმა იმ რეალობაში რაღაც დააფიქსირეს ესეთი, რომელსაც შენ აქედან უბრალოდ ვერ დაინახავდი. და გამოიყენო ეს შესაძლებლობა. და ამის გაგება ძალიან ადვილია, დაგუგლო და გადაფურცლე, მაგალითად, ბოლო რაღაც კარგი ბიზნეს აქსელერატორები, რაც სტარტაპის აქსელერატორები რაც არის, მათი რაღაც ბოლო მონაწილეები ვინ არიან, ხო, რაღაც ასობით ესეთი მონაწილე არის ყოველ 3 თვეში ერთხელ, მაგალითად Y Combinator-ში, ხო? საიდანაც ყველაზე წარმატებული უმეტესი ამ აქსელერატორებში ყველაზე წარმატებული აქსელერატორია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი წარმატების кейსები აქვს. ამიტომ შეიძლება მხოლოდ ამის თვალიერებითაც მიხვდე რაღაც ის შეგრძნებები გაიჩინო, რომელიც აქედან სხვა შემთხვევაში ცოტა რთულია რომ გაგიჩნდეს. და თქვათ ვიღაცას არ აქვს ამბიცია რომ გლობალურ მასშტაბზე გავიდეს. აი საქართველოზე იგივე წესები ხო ჩვეულებრივად გაამართლებს. თუ რა იცი რა საქართველოზე კი არა, ევროპაშიც, ანუ აი დასავლეთ ევროპის ნაწილშიც რომელიც რაც პროექტით მიგორთ ხო უფრო უახლოვდება თითქოს ამერიკას ხდება. მაგრამ აი მაგალითად ნუ ხა მე ვლაპარაკობ კომპიუტერულ პროგრამებზე რა, software-ზე. ძალიან განსხვავდება ამის მყიდველის კულტურა თვითონ ამერიკისგან განსხვავდება. ანუ იქ ყველასთვის ძალიან მისაღები არის, რომ ხო ნებისმიერ პროგრამაში რომელიც რაღაცა პატარა პრობლემას უნდა მიგვარებს, რაღაცა ფული უნდა გადავიხადო. ამერიკაში. ხო, ანუ იქ რაღაცას ძალიან მიღებული ის არის რა, ხო. რაც პროექტ მოდიხარ. ანუ აი მაგალითად რამდენი ხანია რაც Windows-ში ფულს ვიხდით. ალბათ საცალო მომხმარებლები არც ახლა არ ვიხდით საქართველოში, ხო? აი რაღაც კომპიუტერში Windows-ი დავაყენო და ამაში რაღაც წლიურად ფული ვიხადო, ვის გვესმის ესე. კომპანიებს კი, მაგრამ საქართველოში ეს ყველა თუნდაც მუსიკის გადმოწერაში, ძალიან ბოლო დროს არის რაღაც Spotify-ში, იმაში ფულს ვიხდით ყოველთვიურად რომ მოусმინოთ მუსიკა, მაგრამ ის აღქმა მაინც არ გვაქვს, რომ აი
ფილმში ფულს ვიხდი, იმაში ფულს ვიხდი. ხო, რაღაც ადრე არ ვიცი, ალბათ 10 წლის წინ ყველა ფილმს, ყველა მუსიკას უფასოდ უსმენდით და საერთოდ არ მიგვაჩნდა, რომ ეს რამე უნდა ღირდეს. მაშინ როცა მეორე მხარეს მილიონებს ხარჯავენ, რომ ეს შექმნან, ხო? და პროგრამებთან მიმართებაში და აი ამ რაღაც software as a service ასეც ქვია რა, ანუ პროგრამა, რომელსაც შენ კი არ აქმნევინებ ვინმეს რამე შექმნილი არის და შენ უბრალოდ ქირაობ, იყენებ რაღაც კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად და ყოველთვიურად, ან ყოველწლიურად იხდი ამაში რაღაცა ფულს, ამის გამოყენების მიხედვით. ეს კულტურა იქეთ უფრო არის. ამიტომ საქართველოში გააჩნია რა კონტექსტში ხარ რა, ანუ თუ მსგავსი რაღაცის შექმნა გინდა, მაშინ არც დიდი გაქვს ბაზარი იმისთვის, რომ შენ ეს პროგრამა შექმნა და მე მიყიდო კომპანიებს. ამიტომ ანუ მომხმარებელი არ გეყოლება. ანუ ბევრი არ გეყოლება რა. იგივე მიზეზი იყო ჩვენთვისაც, რატომაც იმ მომენტში ვთქვით, რომ საქართველოში რაღა უნდა გავაკეთოთ. იმიტომ კი არა, რომ ყველა კომპანია ჩვენი კლიენტი იყო, უბრალოდ რაღაც ბევრი დიდი კომპანია იყო ჩვენი კლიენტი და ბევრად მეტი ენერგია უნდა ჩაგვედო, რომ მათზე ბევრად პატარა კომპანიების რაღაცა რიცხვი ჩვენი კლიენტი გამხდარიყო და სადამდე მივიდოდით ამით. მოდი მოკლედ გითხარი რა პროდუქტს თავაზობდით და რა პროდუქტს. ეს იყო მაშინ იყო, ნუ აი პრინციპში ჩვენ თავიდან დავიწყეთ chatbot-ი გავუკეთეთ TBC Banks. მაგრამ მე რაღაც ჩვენი რაღაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაში სერვისებს და გავშალეთ რაღაც იყო ხმის ამოცნობა, რაღაც მონაცემების ავტომატური დამუშავება, რაღაც იქ ეს მაგალითად გადარიცხვებში რაღაც არასწორი დანიშნულებების ავტომატურად ამოცნობა და რაღაც ესეთი ბევრი სერვისი, რომელიც ეფუძნებოდა ანუ პროგრამით ტექსტთან მუშაობს, ანუ ტექსტის აღქმას მანქანის მიერ რა, კომპიუტერის მიერ. და ამის გარშემო რაც შეიძლება რომ ყოფილიყო, ყველაფერს ვაკეთებდით იმ მომენტში, მათ შორის იმიტომ რომ არ იყო ძალიან დიდი ბაზა. ხა რამდენ კომპანიას მივყიდით chatbots, რაღაც მივყიდეთ სულ 5-ს მე მგონი, ხო? და არ ვიცი. არ გაიზარდა, ანუ დღეს ხო იზრდება? კი, დღეს იზრდება, მაგრამ დღეს მიწოდებაც იზრდება, ხო? ანუ მაგალითად არ ვიცი ხა. ბევრი განსხვავებული რამისთვის დღეს რომ chatbot-ი არსებობდეს არ აქვს დიდი აზრი ინფორმაციის მიღებას რაც ეხება, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება კითხო ერთ, არ ვიცი, ChatGPT-ის მაგალითად. ხო. და კიდაც voice-ით, ანუ ხმით, კიდაც მიწერით, ამის კეთება შეგიძლია. ამიტომ შეიძლება რაღაც დონეზე გაიზარდა, მაგრამ მიწოდება ბევრად გიჟივით გაიზარდა. ამიტომ მე არ ვამბობ იმას, რომ არ არის რაღაც. ან მაგალითად უფრო ისეთი გადაწყვეტილებები არის გადაწყვეტილებების შექმნას აქვს აზრი საქართველოში, რომელიც ისეთ რამეს აკეთებს, რაც ქართულ კანონმდებლობას, ქართულ რეგულაციებს, ქართულ რაღაც რეალობას ემთხვევა და ერგება, რომელიც სხვა ქვეყნებში განსხვავებული არის, იმიტომ რომ ის კომპანიებიც რომ შემოვიდნენ აქ, აქაურობას უნდა მოერგონ, ხო, მაგალითად არ ვიცი თუ ბანკი ხარ და რაღაც კონკრეტულ რაღაცას აკეთებ, იმ წესებში უნდა დგებოდე, რაც საქართველოში არის რეგულაციით. ამიტომ რაღაც გავსი რაღაც შექმნას აქვს აზრი, მაგრამ აქაც იგივე მომენტს აწყდები, რომ ეს მხოლოდ საქართველოშია მე. და შენ სადმე სხვაგან რო გახვიდე, იქაურობას უნდა მოერგო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჯობია მაინც რაღაც იდეა და მიმართულება უფრო გლობალური ეძებო, იმიტომ რომ იქ რაც შექმნი მე საქართველოში გამოსადეგი არის ყველა კომპანიისთვის. აი, ეგ უნდა მეთქვა, ხო, ეგ ხო ისე ასე ვთქვათ, შენ ქვეყანას ეხმარები ამით. ხო, ანუ იგივე მომენტი არის, ხა, მეც ისევ იმას ვიტყვი, რომ პულს არის ერთად არ წასულა რა, ანუ კი, მისი მომხმარებლების უმრავლესობა კი არა, თითქმის ყველა არის ამერიკაში. მაგრამ ეს პროდუქტი იქმნება საქართველოსთან. დაახლოებით 100-მდე ადამიანი მუშაობს თბილისიდან ისეთ ტექნოლოგიაზე, ხელოვნურ ინტელექტში, რომელიც მოწინავე არის ერთ-ერთ მთავარ ინდუსტრიაში ამერიკაში. ამითი ცოდნაც როგორ მრავლდება, ეკონომიკაშიც ფული შემოდის, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამ თანხას გამოიმუშავებენ იმ ეკონომიკიდან, რომელშიც ეს ყველაფერი იყიდება. და ანუ რეალურად ქვეყნისთვის ეს ძალიან კარგი რამეა, იმიტომ რომ არაფერ ისეთ არხს არ ვიყენებთ ჩვენ, რომელიც რამე სირთულეს წარმოადგენს, ანუ ფაქტიურად ინტერნეტით ვყიდით, ინტერნეტით ვაკეთებთ ცოდნის ექსპორტს, ეს არის სრულად და ამაში გვიხდიან ფულს, ხო? და ამითი ვამდიდრებთ საქართველოს ეკონომიკას, ანუ
ალბათ საუკეთესო მოდელი არის, რაც შეიძლება მივიღოთ, არის დღეიდან 10 წელში რო იყოს ბევრი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც საქართველოსთან ოპერირებს საქართველოს პარკლებს გარეთ, იქნება საუკეთესო შემთხვევა ჩვენი გადასარევი. და მაინც აი ამ რაღაც ქართულ ხასიათზე მინდა რომ გკითხო. ეხლა ალბათ ბევრმა ქართულმა რა თქმა უნდა ეცადა და რაღაც არ გამოუვიდა გლობალურ ბაზარზე, მაგრამ აი ვისაც გამოგივიდათ, შენს მოგიაზრებ, შენს მიგიჩნევ რომ ერთ-ერთი მათგანი ხარ. აი ვისაც გამოგივიდათ ეს რაღაც პირველობა. აი რა გაქვთ საერთო? აი რა არის მთავარი საერთო მახასიათებელი ქართველის, რაც გლობალურ ბაზარზე გამოარჩევს სხვებისგან? საინტერესო კითხვა არის. ნუ შეიძლება შეიძლება ის ნაწილი, ან ბევრჯერ მიფიქრია, მათ შორის აი როცა სასწავლებლად ვიყავი წასული იმ პერიოდშიც, რაღაც ბევრი რამე არ იყო ჩემთვის უცხო რა, ანუ ის სპექტრი რამდენი რამე მინახავს, თუნდაც ეზოდან დაწყებული, დამთავრებული, არ ვიცი, რაღაც რევოლუციით და ომით და გაჭირვებით და უშუქობით და მერე შუქით და მერე ინტერნეტით და ამ ყველაფრით რაღაც თვალსაწიერს ცოტა გიზრდის. და პრინციპში უფრო მეტი მზაობა გაქვს უფრო მრავალფეროვანი შემთხვევებისთვის თითქოს რა, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა როცა ყველაფერი გინახავს, რაღაც შოკის გამომწვევი არ არის, მაგალითად, შუქი რო წავა, ხო? მაშინ როცა ვიღაცისთვის შეიძლება პირველად ხდება ეს, რაღაც 27-ის რო არის და შეეშინდეს. იმიტომ რომ 27 წელი რო შუქი არ წასულა წავა, შეგეშინდება, ხო? მაგრამ ხა ეს რაღაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ხო, ესეთ რაღაცეებთან ადაპტირებული ნაზიარები ძალიან, ხო, ანუ ძალიან ადვილად, ხო, სწორედ ამბობ, ვადაპტირდებით ამ რაღაც გარემოებში. ერთი ალბათ არის ეს. მეორე არის ის, რომ არა მარტო საქართველოს ზოგადად რაღაც პატარა მოსახლეობის მქონე ერებს განსაკუთრებით ისტორია დიდი აქვს, ყველას გვაქვს რაღაც ეს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩანდეთ და დაგვაფიქსირონ და რაღაც აი მაგალითად სადმე რო ქართულ ღვინოს დაინახავ, ხა საზღვარგარეთ რო ხარ ან მაღაზიაში ან მენიუში, ამაყობ, ხო? მაგრამ ხა იტალიელისთვის იტალიურ ღვინოს რო დაინახავს, საერთოდ ალბათ არც მოძებნის. მე მენიუში ყოველთვის ვეძებ მაგალითად ქართული ღვინო ხო არ არის იქ? ანუ მაინტერესებს რა. და ეს რაღაც მომენტიც რო აი საქართველოს და ეს იმითი დამიფიქსირებ მაგალითად რაღაც რო გითხავენ საიდან ხარ საქართველოს და სახან ისიც ჩუმე თუ არის მე ეგრევე ვიწყებო იცი რომ აი ღვინო ჩვენ ანუ ეგრევე გადადიხარ ამ მომენტზე რომ ხაზი გაუსვა რაღაც ჩვენ არსებობას და რო არ გიცნობენ ეს შენთვის ცოტა მიუღებელი არის და ცდილობ რომ იმას ამიტომ ეს რაღაც ამბიცია რომ ჩვენ მაგრები ვართ შეიძლება დღეს არ ჩანვართ ბევრ ასპარეზში ესე მაგრამ ჩვენც მაგრები ვართ და უნდა ვჩანდეთ რაღაც ესეც ალბათ რაღაც თავის ხასიათში რაღაც ერთ-ერთ თავარ შტრიხს ქმნის რომ იმ თავდაჯერებულობას პროსტო რაღაც იმ მოცემულობას რომ კი შენ განსაკუთრებული ხარ თითქოს რა სადღაც თავში ეს გაქვს რა როგორც ქართველს და ამიტომ შეგრძნობამა ხო რა ანუ როგორც ქართველს აი საქართველოს ისტორიის მონაწილეს გინა ქართველი იყო გინა არ იყო ქართველი აი ყველა ის ადამიანი ვინც აქამდე მაინც მოვედით ხო იმიტომ რომ ხა არ ვიცი თუ რამე იმპერია იყო სამეზობლოში ყველა მოვიდა ჩვენამდე ყველას ვეჭიდავეთ ყველაფერი ვქენით და რაც უამრავი რაღაც გამოერთ მაგრამ რაღაც გვაქვს ისეთი ჩვენში ღრმად რომ იქედან დაწყებული დღემდე მაინც ესე რაღაც ერთნაირებად გვაქცევს და რამ არ გადაგვიარა ბოლო საუკუნეებში განსაკუთრებით ხო ანუ რაღაც საშინელმა იმპერიამ მერე საბჭოთა კავშირმა ყველაფერმა მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენ დავრჩით და აი ესეთი რაღაცები ხარ როგორ შეიძლება რომ არ კონდეს ხასიათში მით უმეტეს ამე გარეთ გადიხარ და ეს ყველაფერი ძალიან წინ წამოიწევს იმიტომ რომ აი ეს განსხვავებები ყოველდღიურობაში აშკარა ხდება ვიღაცა ხასიათის ამ განსხვავებებს კომპლექსს უწოდებს პატარა ერის კომპლექსს ხო რომელიც შიშივით შეიძლება შენთვის იარაღი გამოდგეს და რაღაცა კარგისთვის გამოიყენო დაჩი ეხა პატარა ესეთი
სუბუქი კითხვები მაქვს შენთან, უფრო შენი პიროვნება რო გავიცნოთ. ჯერ მაინტერესებს რაიმე ესეთი პროფესიული წიგნი ხო არ გაქვს, რომელიც შეგიძლია ურჩიო მაყურებელს, რაც აუცილებლად უნდა წაიკითხონ, ვისაც უნდა წარმატების მიღწევა. პროფესიული რაღაც ესეთი ტექნიკური და ესეთი ლიტერატურა დიდად არასდროს არ მიზიდავ და ერთი პერიოდი რაღაც გაყიდვებზე და რაღაცებზე აი პრობლემა რაც ქონდა კომპანიაში იმ რაღაცებს რო ვეჯექი ხშირად რო რაღაც ესეც მივადგებოდი და ბევრი რაღაც ესეთი გამომიყენებია ვერაზროს რაღაც ერთს ვერ გამოვარჩევდი ხოლმე რა, იმიტომ რომ ეს ერთიც იყო რაღაცა ერთი კონკრეტული ექსპერიმენტის ნაწილი, რომელიც ან ისე დამთავრდებოდა, ან ისე უნდა გადახვიდე შემდეგზე. და ამიტომ იმდენ რამეს აქვს ხოლმე მნიშვნელობა, როცა რაღაც საკეთებ, რომ რაღაცა კონკრეტული ერთი მიდგომა, ან ერთი რაღაცა რო თქვა, რომ აი ეს წარმატებული არის და ყველა მცადეთ. რაღაცე არ არის. ჩემი აზრით, ერთ-ერთი რაც ვიცი მიდგომაში, რაც არის, რომ უნდა დაიწყო. ანუ რაღაცა რო გინდა, უნდა დაიწყოს. სხვანაირ შანსი არ არის, რომ ოდნავ მაინც წინ წახვიდე. როგორც კი დაიწყებ, ყველა ვარიანტში ნელა თუ ჩქარა, წინ მიდიხარ. ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი რაღაც შეგიძლია ცადო, ნებისმიერი რაღაც შეიძლება გააკეთო, რომ ის ინტუიცია გამოიმუშაო, რომ მე რაღაც 5-დან 2 სამორჩევა უკეთესად შეძლო ხოლმე, თუნდაც გაუაზრებლად და იმის გარეშე რომ იცოდე რაღაცა ძალიან კონკრეტული რა შეიძლება რა თქვა. კარგი, მაშინ რომ პროფესიულს თავი დავანდებოთ, მხატვრული ლიტერატურიდან თუ გაქვს წიგნი, რომელიც გამორჩეულია შენთვის? მხატვრულში კი გამოვარჩევდი ძალიან ბევრი მიზეზით და დღემდე რო ვეძებ კიდე რატო. ამ მიზეზებს არის დონ კიხოტი ჩემთვის. ისე მიყვარდება ეს ანუ ყველაფერი რაც იქ ხდება, ყველა მომენტი. ისე ხედავ რაღაც მასში ამ რაღაც არ ვიცი რაღაც სრულად თავის თავში როგორ მოგზაურობს ეს თვითონ პერსონაჟი თან წიგნიც ხო თავში მოგზაურობის გადმოტანაა, მაგრამ თან ის პერსონაჟი როგორც მოგზაურობს და როგორც აქვს რაღაც ეს სურვილები, ეს მისწრაფებები, რაღაც იმდენად პოზიტიურია და ყველანაირად გავსებს მათ შორის ენერგიით იმ რაღაცების მიმართ, რომ შენც რასაც წარმოიდგენ შეიძლება ესეთ დონეზე წარმოიდგინო და იმდენად პოზიტიური რაღაცები ხდება, რომ და თან შეგიძლია სევდაც ამოიკითხო ანუ უამრავ მომენტში ყველაფერი საერთოდ, მაგრამ ისე გიყვარდება, რომ აი არ ვიცი რაღაც ყველა გიყვარდება. მე მახსოვს ბაბუა ჩემი კითხულობდა ხოლმე ამას ხშირად. მართლა. და ვერ ხვდებოდი, ანუ პატარა ვიყავი ხა, ვიცოდი რა წიგნი წაკითხული მაქვს, ნიშნავდა რომ ეს წიგნი ერთხელ წავიკითხე და მორჩა. და ის რაღაც ხშირად უბრუნდებოდა ამ წიგნს რა და ვერ ხვდებოდი მეთქი რით ვერ დამთავრდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მე მივხვდი რომ ხშირად კითხულობდა ამას, იმიტომ რომ აი ზუსტად ის რაღაც შეგრძნებები და მახსოვს რაღაც ხმამაღლაც იცინოდა ხოლმე რა ამის კითხვის დროს. და ძალიან სასწაული ის არის, ანუ ისეთ შეგრძნებებს იმუშავება, რაც მე სხვას ვერაფერს ვერ მივაგენი, რომ ეგეთ რამეს იწოვდეს. ამიტომ დონ კიხოტი. კი, დონ კიხოტი. ძალიან მაგარია დონ კიხოტი, ხო შენ გეთანხმები, ყველა პერსონაჟი გიყვარდება, ის სანჩო პანსა, ეს დონ კიხოტი, ლუსინე, რომელიც არც არ არის. ანუ არაფერი, ხო, ანუ ძალიან სასწაული. ან საოცრება ნამდვილად. და ფილმი თუ გაქვს? იცი რა, ფილმი, აი ყველაფრის ხარისხით რომ მომწონს, ეხლა რაღაც შეიძლება ცოტა ისე ჟღერდეს რა, ბიჭურ ფილმებში გაყავთ ხოლმე, მაგრამ მგონია რომ ნათლია სასწაული. მართლა? სასწაულად შესრულებული ფილმი არის. აი, ახლა ნახეთ წარმოვიდგენდი რომ შენ AI-ის мама თბილისში იტყოდი Godfather. ან მიყვარს, ანუ არ ვიცი, აი იქაც თვითონ ადამიანის ხასიათი აი ეს რაღაც ყველანაირ პრობლემასთან გამკლავება, ეს რაღაც ანუ თითქოს ამხელა იმაში ყოფნა, მაგრამ მაინც ბოლომდე მარტო ყოფნა. რაღაც ძალიან ბევრი ისეთი ხასიათი აქვს ამ მთავარ პერსონაჟს, რომ რაღაც ცხოვრებასთან ბევრ რამეს გასწავლის რა. ანუ ხა იქ ხო, ну, ცოტა ისეთი რაღაც მაფიის ხაზი რო არის, ეს ცოტა ისეთად აქცევს იმას, რომ აი თითქოს რაღაც როლებზეა თუ რაღაც. და ძველ ბიჭებს რო უყვართ ეს ფილმი. მაგრამ ეს არ არის, ვერ ვიტყოდი, რომ
რომ აქ ფილმში რაღაც თავარი ეგ არის რა, ანუ აქ არის ეს ადამიანი საიდან სადამდე როგორ მიდის. და ეგ ძალიან მომწონს, ანუ რაღაც თითქოს ადამიანის ბიოგრაფიას უფრო გიყვება, ვიდრე რაღაცა სიუჟეტს, რომ რაღაცა მოხდა. ანუ არაფერი არ მოხდა. ხო, ეხა იტყვი ესე ნათლიაში, რომ ეს მოხდა, რომ აი ესე იყო და ესე მოხდა. არა, ხო, უბრალოდ თითქოს ადამიანის განვითარებას გიყვება. ბავშვებში ძალიან მიყვარს სხვა შორის ბიოგრაფიები. და აი მაგ სტილშია ჩემთვის რა, ანუ აი ვიღაც ადამიანი რომ მომეწონებოდა ვთქვა რაღაცაში წარმატებული ან საინტერესო ან ისეთი ან რაღაც ძალიან გლობალური იმის მქონე მე რეს უმინტერესებოდა ბიოგრაფიას ვკითხულობდი, იმიტომ რომ მინდოდა გამეგო აი როგორ მივიდა იქამდე, ვინ იყო და რა გაიარა და როგორ მივიდა იქამდე. და ჩემთვის ეგეთი სტილის მაგ მხრიდან შემიძლია ვუყურო რა. კიდე ახლა მომწონს მაგალითად ეს რო არის ცხოვრება მშვენიერია, ეგ ფილმი, ხო. თუ ამერიკულზე. არა, იტალიური It's a Wonderful Life არის ამერიკული და Life is Beautiful არის ბენის. ზამაგარი. ეგ არის, ხო, ანუ რაღაც ძალიან განსხვავებული და თან რაღაც იმ პერსპექტივაში გსვავს თავიდანვე ფილმი შენ, რომ ყველა მიცით იმის გარდა რა, იმ ბავშვის გარდა და რაღაც ძალიან იმაში გაყენებს თითქოს რა გამონაწილეებს ამ დრამაში, რომ როგორი არის, რომ ამბობს უნდა დაუმალო, არ გინდა რომ გაიგოს რაღაც და თან ამ დროს რამხელა რაღაცა ხდება გარეთ. რა ფანტაზია აქვს, რა არის. ხო, არა, სასწაული არის, ეგ ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს. ნუ კიდე არის რაღაც ფილმები. It's a Wonderful Life არ გაგნანახი? აი ეს ამერიკული ფილმი. მე ძალიან მოგეწონება. ხე შეგაც ჩამოთვალე. აი საოცარი ფილმი. ეგ არის ამერიკელების საყვარელი საახალწლო ფილმი. შეიძლება ვიცი, მაგას ხა ვერ ვიხსენებ. როგორ არის ჯორჯ ფინზე რო არის? ბედფორდ ფოლსში რო ცხოვრობს იმ ქალაქში. არა, ვიცი, მაგრამ ანუ ფილმი ვიცი, მაგრამ ნახე არ მაქვს, თავი ფილმი ვიცი კი. ნახე, აი ძალიან ისე წინგელი, ხო იცი რომ ამბობ რომ შურს რო წაკითხული არ გაქვს ეს წიგნიან ნანახი არ გაქვს, აი დაახლოებით ეგეთია. ნახე მოგეწონება და ბოლოს მოდი მაშინ ახლა ბიოგრაფიები ახსენე, ბოლო კითხვა ესეთი მექნება, რა გინდა რომ შენზე ხალხმა აი იცოდეს, აი რა გინდა რომ შენ დატოვო შენი ცხოვრებით, შენი საქმიანობით. ხო, არ მინდა რაღაც AI-ის იმათ ვიყო, მაინც რომ ეგ ის არის. AI გაფუძნებელი, ესე არ გენდომება. ვიცი რა, ძალიან ნუ ფიქრობ რომ ხა მეგობრებისთვის და ახლო ადამიანებისთვის მე რაც არ უნდა მოვინდო, რაც არ უნდა გავაკეთო, ვინც მათ უყვართ და მოწონთ ჩემში, მე ალბათ ესე არ შევიცვლები, რომ რაღაცა სხვა გავხდე მათთვის და რაღაც სხვა რაღაცის გამო ვახსოვდე მათ და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ ჩემი საქმიანობით, ჩემი რაღაცების კეთებით საქართველოში უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს თუნდაც რაღაცა მსგავსი ნაბიჯების გადადგმა მარტივი მისაღები და მინიმუმ ერთხელ მაინც რო ცდის ეგეთი, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩვენი რაღაცა ის პერიოდი როცა იყო რომ აი ჩვენ კომპანია გავყიდეთ და რაღაც წარმატების რაღაცეთი მომენტი რო დადგა თითქოს რაღაც გარედან ესე იკითხებოდა რომ აი ეს ისტორია ესე რაღაც happy end-ივით ქონდა მაშინ მახსოვს ძალიან ბევრი ადამიანის უცხო ადამიანის რაღაც ზოგან მესიჯი ზოგან რაღაც რო შეგხვდებოდა რაღაც იმის თქმა რომ აი რაღაც ცის გამო კი არ გეუბნებოდა რამე კი არ უნდოდა ან რაღაც კონკრეტული საქმე კი არ ქონდა შენთან უბრალოდ რაღაცა რო დააჯერე ამის გამო გეუბნებოდა რომ აი რაღაც კომპლიმენტს გეუბნებოდა რა ზოგი მადლობას ზოგი აურა კარგია გამიხარდა რაღაცა და გრძნობდი რომ ეს ადამიანები ენერგიით იუსებოდნენ რომ აბა რა მეც შევძლებ ხო იმიტომ რომ ვიღაცებს მანამდე ვიცნობდი ვიღაცები მანამდე გხედავდნენ ვინ ვიყავით რას ვაკეთებდით და ხედავენ რომ ჩვეულებრივად ჩვენც იგივე ხალხი ვართ ხო და მე ძალიან ბევრი ადამიანისთვის გახდა ეს რაღაც მაგალითივით რომ მეც შემიძლია და ბევრმა გაბედა რაღაცის გაკეთება ეს იყო ანუ ამის მაგალითი ხო მაგალითად აი ოლიმპიური ჩემპიონები რო ყავს თქვა საქართველოს რომელიმე კუთხი რომელიმე პატარა ქალაქიდან ან სოფლიდან რო არის და მე რო გადახედო
რამდენი ბავშვი აღწევს იმ გარემოდან იგივე სპორტში წარმატებას, ხო? რატო? იმიტომ რაღაც მაგალითი აქვს ახლოს. და მგონია რომ რაღაც ჩვენი საქმითაც ვაკეთებთ მეც, ჩვენი გუნდიც, გარშემო ბევრი ადამიანი უკვე დღეს ვინც ბევრ წარმატებას აღწევს რაღაც ტექნოლოგიურ სფეროში. ფიქრობ, რომ აი ამის მაგალითს ქმნის და ყველას დანარჩენს ბიძგს აძლევს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას თუ კიდე უფრო და უფრო მეტ მასშტაბურად ვაქცევთ და ადამიანებს ეს სურვილი ექნებათ, მე კმაყოფილი ვიქნები თუ ერთ-ერთი მეც ვიქნები, ვისაც ამას დააბრალებით. აუცილებლად იქნები. შენ ძალიან გიყვარს საქართველო. კი, მიყვარს საქართველო ნამდვილად. კი, ძალიან ქართული საქართველო ბევრი რაღაცა ძალიან ჩემთვის ესეთი ძვირფასი. რაღაცა შენ სფეროში სულ ესეთი წარმოდგენა მქონდა, რომ უფრო რაღაცა გლობალისტური, რაღაც ისეთი აზრები აქვს ადამიანებს, რომ აი უფრო შორს უნდა და არა თავის ქვეყანაში, თითქოს ნეიტრალურები არიან და შენ ეგ არ გეტყობ. ხო, არა, მე უბრალოდ არ მიმეჩნია, რომ რაღაც რადგან საქართველო გიყვარს და საქართველოში გინდა ყოფნა, ამიტომ რაღაცეები მარტო საქართველოში უნდა აკეთო, მაშინ როცა სამყარომ მოგცა იმის შესაძლებლობა, რომ გლობალურად აკეთო და ეს სიკეთე საქართველოში მოგქონდეს. ანუ პირიქით საქართველოსთვის აკეთებ უფრო მეც, ხო? ამიტომ მგონია, რომ ეს როგორ გლობალურადაც არ უნდა ფიქრობ და ეხა ის ადგილი, რასაც სახლს ეძახი და როცა ეს საქართველოა, აი დაბრუნება შენთვის მარტო საქართველოში შეიძლება, ხო? ანუ სადმე შეიძლება რომ დაბრუნდე, ვერ დაბრუნდები სხვაგან, მარტო საქართველოში შეიძლება რომ დაბრუნდეს, ასე რომ წახვიდე. ესაც ბრუნდები, ეს შინაარსი რასაც აქვს, ის ეხ შეუძლებელი არ გიყვარდეს და რა ვიცი, როცა რაღაც საკეთებ, საიდანვე რომ ბრუნდები, თუ რამე შეიძინე, მოგაქვს. ამიტომ კაი არის, რომ აი ეს სახლი საქართველოს ქვია, რომ სამდენი რამე აქვს შენთვის, ხო? ან რაღაც ამდენი ისეთი მრავალფეროვანია, ამდენი რაღაც არ ვიცი. ბევრი ადგილი გინდა, მაგალითად ჩვენთან რომ ჩამოდიან ხოლმე ჩვენი თანამშრომლები. ანუ არ ვიცი, სულ მშურს მათი თვალითაც მინდა დავინახო საქართველო, ისე გიждდებიან. ზოგი ტირილით მიდის ხოლმე, ოღონდ არ ვამეტებ, ანუ ტირიან, რომ აი ეს რა ვნახე, ყველაფრით რა, ადამიანებით, რაღაც მეგობრობით, კართობით, საჭმლით, სასმლით, ადგილებით და ხო, რა თქმა უნდა, ხო ესეთი რაღაცას რო ხშირად აწყდები, კიდე უფრო ხვდები, რომ რაღაცა ისეთი არის, რასაც შენ კიდე ვერ ხედავ ბოლომდე. და რაღაც ძალიან დიდი ნაწილი ხარ. ძალიან დიდი მადლობა დაჩი. პირიქით მადლობა ძალიან. საყვარელი პოდკასტი გავგვივიდა. მეგობრული ალბათ ძალიან ძალიან. მეგობრული ხო და იმედია სხვებისთვისაც საინტერესო იქნება ჩვენი. იმედია ხო, მარტო ჩვენ რო არ მეგობრული ჩვენზე რო თემების არის. წიაღსვა. მე შეგახსენებთ, რომ თუ მოგეწონათ ეს პოდკასტი, გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა ვიდეოს მოწონებით, კომენტარის დატოვებით ვიდეოს ქვემოთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. გემშვიდობებით, ერთი კვირით დროებით.